მხედვარი. უკანასკნელი სურვილი. გონების ხმა. კითხულობს AI. გოგონა გამთენიისას მივიდა მასთან. ფრთხილად, ლანდივით უხმაუროდ შევიდა საკანში. ისე მიცურავდა ჩხამიც არ ისმოდა გარდა ხმისა, რომელსაც შიშველს ხელთან შეხებისას გამოსცემდა მისი მანტია. მაგრამ მხედვარი სწორედ ამ ძლივს გასაგონმა ხმამ გააღვიძა, ან ეგებ უბრალოდ თვლემას მოსწყვიტა, ბურანიდან გამოიყვანა, რომელშიც ისე ირწეოდა, თითქოს წყნარი ზღვის წიაღში, წყალმცენარეთა ძაფებს შორის გამოკიდებულაო. არ განძრეულა, თვალიც არ დაუხამხამებია. გოგონა უფრო ახლოს მიცურდა. მანტია გადაიგდო და ცალი მუხლინელა, ყოყმანით ჩამოდო მისი ფართო საწოლის კიდეზე. ის დახრილი წამწამების ქვემოდან აკვირდებოდა, რომ თავი არ გაეცა. გოგონა ფრთხილად აძვრა საწოლზე, ზედა აცოცდა და ბარძაყები შემოაჭდო. დაჭიმულ მკლავებს დაყრდნობილმა თმა სახეზე აუსვა. თმაზე გვირილების სუნი ასდიოდა. მერე გადაჭრით, თითქმის მოუთმელად დაიხარა ძუძუს თავი ჯერ ქუთუთოზე შეახო, მერე ლოყაზე ბოლოს ტუჩებზე. მან ნელა ფრთხილად გაიღიმა და ხელები ნაზად ჩაავლო ხელებში. გოგონა გაიმართა და თითებიდან დაუსხლტა. მისი გამჭვირვალე, ცისკრის შუქით განათებული სხეული სანთელივით იღვრებოდა ცისკრისავე ნისლოვან შარავანდეთში. ვაჟი შეტოკდა. გოგონამ ორივე ხელით შეაჩერა და თეძოების ნაზი, მაგრამ ჯიუტირ ხევით აყოლა მოსთხოვა. ისიც აჰყვა. გოგონა მის ხელებს აღარ უფრთხოდა. თავი უკან გადააგდო და თმა გააქნია. კანი გრილი და საოცრად გლუვი ჰქონდა. როდესაც სახე ახლოს მიუტანა, ვაჟმა მისი თვალები დაინახა წყლის ნიმფასავით უზარმაზარი და მუქი. მერე რწევით ჩაიძირა გვირილების ზღვაში. ზღვამ მოსვენება დაკარგა, აღელდა, აბობოქრდა. თავი პირველი. როგორც მერე თქვეს, ჩრდილოეთიდან მოსულიყო, მებაწრეთა კარიბჭის მხრიდან. ქვეითად მოდიოდა, საპალნე აკიდებული ცხენი აღვირით მოჰყავდა. ბინდდებოდა და მებაწრეების, მეუნაგირეებისა და მთრიმლავების ფარდულები უკვე დაეკეტათ ქუჩაც ცარიელი იყო. ცხელოდა, მაგრამ კაც მხრებზე შავი ლაბადა ჰქონდა მოგდებული. მისი იერი უმალვე მოგხვდებოდათ თვალში. მგზავრი ქარვასლა, ძველი ნარაკორტის, წინ შეჩერდა. ცოტა ხანს იდგა და ხმაურსა და ღრიანცელს უგდებდა ყურს. როგორც ყოველთვის საღამოობით, აქაურობა ახლაც ხალხით იყო სავსე. უცნობი ძველ ნარაკორტში არ შესულა, აღვირი მოკაჩა და ქუჩას გაუყვა მეორე, უფრო მომცრო ფუნდუკისკენ აიღო გეზი. იმ ფუნდუკს მელაკუდა ერქვა, არც თუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა და ვერც ხალხმრავლობით დაიკვეხნიდა. მე ფუნდუკემ კიტრის მწნილის კასრიდან თავი აიღო და სტუმარი აათვალიერ ჩაათვალერა. უცნობი, ჯერაც ლაბადა მოსხმული, უძრავად იდგა დახლის წინ და ხმას არ იღებდა. რას ინებებთ? ჰკითხა მე ფუნდუკემ. ლუდს, მიუგო უცნობმა. უსიამოვნა ხმა ჰქონდა. მე ფუნდუკემ ხელები ჯვალოს წინსაფარზე შეიწმინდა და დაკენკილ თიხის კათხაში ლუდი ჩამოუსხა. უცნობს მოხუცი არ ეთქმოდა, მაგრამ თითქმის სულთლად ჭაღარა იყო. ლაბადის ქვეშიდან უჩანდა გაცვეთილი ტყავის ქურთუკი, რომელიც კისერთან თასმით იკვრებოდა. მოსასხამი რომ მოიხსნა, დაინახეს, ზურგზე თასმით ხმალი ეკიდა. უჩვეულო არაფერი ყოფილა ვიზიმაში. თითქმის ყველა მამაკაცი ატარებდა იარაღს, მაგრამ ხმალს კაპარჭივით ბეჭებზე არავინ იმაგრებდა. უცნობის სხვა სტუმრებთან ერთად საერთო მაგიდას არ მიჯდომია, იდგა დახლთან და მე ფუნდუკეს აკვირდებოდა. ლუდი მოსვა და თქვა, ღამის გასათევი მჭირდება. არ გვაქვს. ჩაიბურტყუნა მე ფუნდუკემ და სტუმრის ჭუჭყიანი. მტვერში ამოგანგლული ჩექმები შეეთვალიერა. ძველ ნარაკორტში. იკითხეთ. აქ მირჩევნია. აქ ადგილი არ არის. მე ფუნდუკე ბოლოს. და ბოლოს მიხვდა, სადაურად უქცევდა უცნობი ის რივიელი იყო. კარგად გადაგიხდით. ხმადაბლა თქვა მგზავრმა, თითქოს თავადაც არ სჯეროდა საკუთარი თავის. ის საძაგელი ამბავიც ამ დროს დაიწყო. ჩოფურა ახმახი, რომელიც შემოსვლის წუთიდან მოკუფრულ მზერას არ აშორებდა უცნობს, წამოდგა და დახლთან მივიდა. მისი ორი თანამეინახეც წამოიმართა და შორი ახლო დადგა. ხომ ხედავ?
აქ ადგილი არ არის, შერივიელო მაწანწალავ. წაისისინა ჩოფურამ და უცნობს წინა ესვეტა. ვიზიმაში შენნაირებს არაფერი ესაქმებად. ეს ღირსეული ქალაქია? უცნობმა კათხა აიღო და განზე გადგა. თვალი მეფუნდუკისკენ გააპარა, მაგრამ მან მზერა არიდა. აზრადაც არ მოსვლია რივიელის დაცვა. რივიელები ხომ არავის უყვარდა. ყველა რივიელი ქურდია. განაცხადა ჩოფურამ და სიტყვებს ლუდის, ნივრისა და ბრაზის ოხშივარი ამოაყოლა. გესმის, შენაბიჭვარო? არ ესმის, ყურები ნეხვით აქვს გამოტენილი. წამოიძახა ჩოფურას ერთ-ერთმა თანამეინახემ. მეორემ ამის გაგონებაზე გადაიხარხარა. ვლეის. გადაიხადე და მოუსვი აქედან. დაიყვირა ჩოფურამ. უცნობმა ახლა შეხედა. ლუდს დავლევ და წავალ. მოგეხმარებით. წაისისინა აყლაყუდამ. რივიელს კათხა გააგდებინა. ცალი ხელით მხარში სვდა, მეორით კი თასმაზე წაეტანა, გულმკერდზე ირიბად რომ ჰქონდა გადაჭერილი. ერთ-ერთმა ზურგს უკან მდგომმა მუშტი მოუღერა. უცნობი ადგილზე შემოტრიალდა და ჩოფურა ერთი დაკვრით დაარეტიანა. ხმალმა ქარქაში გაისისინა და ლამპრის შუქზე იელვა. ყველაფერი ერთმანეთში აირია. ატყდა ყვირილი, რომელიღაც სტუმარი კარს ეცა. ბრახუნით წაიქცა მაგიდა. თიხის ჭურჭელი ბრაგვანით, დაენარცხა იატაკს. ტუჩებაც აღწახებული მეფუნდუკეს საზარლად სახეგაპობილ ჩოფურას მიშტერებოდა. ჩოფურა თითებით დახლზე ბღაუჭებოდა და ნელ-ნელა უჩინარდებოდა, თითქოს იძირებაო. დანარჩენი ორი იატაკზე ეყარა. ერთი უძრავად იწვა, მეორე კი მუქ გუბეში იკლაკნებოდა. ჰაერი ქალის მჭახე კივილმა გააპო. მეფუნდუკე აკანკალდა, სუნთქვა შეუგუბდა და გული აერია. უცნობმა კედლისკენ დაიხია. მუშტად შეკრულს, დაძაბულს და გაფაციცებულს ხმალი ორივე ხელით ეჭირა და ჰაერში ატრიალებდა. არავინ განძრეულა. შიში ყველას ტალახივით შეხმობოდა სახეზე, კიდურები გაექვავებინა და სუნთქვა შეეკრა. სამი გუშაგი იარაღის ჟღარუნით შეცვივდა დუქანში. როგორც ჩანს, სადღაც იქვე იყვნენ. ტყავშემოხეული ხელკეტები მოემარჯვებინათ, მაგრამ გვამების დანახვისთანავე ხმლები იშიშვლეს. რივიელი ზურგით კედელს აეკრა და მარცხენა ხელით შექმნიდან სატევარი დააძრო. დააგდე! დაუყვირა ერთ-ერთმა გუშაგმა აკანკალებული ხმით. დააგდე! შეყაჩაღო! და წამოგყევი! მეორე მასა და რივიელს შორის გახირულ მაგიდას ფეხი ჰკრა. ქოჩორავ, წადი, ხალხი მოიყვანე! გასძახა მესამეს, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იდგა. არ არის საჭირო, თქვა უცნობმა და ხმალი დაუშვა. მე თვითონ წამოვალ. მე ვიცი, სადაც წახვალ, შენაბიჭვარო? ყულფში გაუყრი თავს. დაიყვირა აკანკალებულმა გუშაგმა. დააგდე ეგ ხმალი, თორემ თავს გაგიჩეხავ. რივიელი გაიმართა, ხმალი სწრაფად გაირჭო მარცხენა იღლიაში, მარჯვენა ხელი კი გუშაგებისკენ გაიშვირა და ჰაერში რაღაც რთული ნიშანი მოხაზა. გაიბრწყინა ქურთუკის სახელოზე მაჯიდანი და ყვამდე ასხმულმა კილიტებმა. გუშაგებმა უკან დაიხიეს და მკლავების სახეზე აიფარეს. ერთი სტუმარი ადგილიდან წამოვარდა, მეორე კარისკენ გაექანა. ისევ გაისმა ქალის საზარელი, გულის გამგმირავი კივილი. მე თვითონ წამოვალ. გაიმეორა უცნობმა ფოლადივით მტკიცე, ჟღერი ხმით. სამივე წინ გამიძღვებით და ქალაქის თავთან მიმიყვანთ. მე გზა არ ვიცი. კარგი, ჩემო ბატონო. ჩაილულუღა გუშაგმა. თავი ჩაქინდრა და დარცხვენილი მზერით გასასვლელისკენ გაიძურწა. დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ. უცნობმა ხმალი ქარქაში ჩააგო. სატევარი ჩექმაში ჩაიდო და მათ კვალს დაადგა. მაგიდებს რომ ჩაუარეს, სტუმრებმა ხიფთნის კალთები აიფარეს სახეზე. თავი მეორე. ველერადმა, ვიზიმის თავმა, ნიკაპი მოიფხანა. არც ცრუმორწმუნე იყო და არც მშიშარა, მაგრამ ამ თეთრ თავასთან მარტო დარჩენა მაინც და მაინც არ ეხალისებოდა. ბოლოს როგორც იქნა, გადაწყვიტა და გუშაგებს უთხრა. თქვენ წადით. შენ კი აქ დაჯექი. არა. მანდ არა. თუ შეიძლება ცოტა მოშორებით. უცნობი დაჯდა. აღარც ხმალი ჰქონდა და აღარც შავი ლაბადა ემოსა, მე ველერადი ვარ. ვიზიმის თავი.
თქვა ველერადმა და მაგიდაზე შემოდებული მძიმე კვერთხი ხელში შეათამაშა. აბა გისმენ, მითხარი რისი თქმა გნებავს, კეთილმოწყალეო ავაზაკო. ჯერ მითხარი და დილეგში მერე ჩაგაგდებ. სამი კაცის მკვლელობა და ჯადოსნობის მცდელობა. კარგია, ძალიან კარგი. ასეთი ოინებისთვის ვიზიმაში სარზე სვამენ, მაგრამ მე სამართლიანი კაცი ვარ. ამიტომ ჯერ მოგისმენ. დაიწყე. რივიელმა ქურთუკის ღილები შეიხსნა და უბიდან თხის ტყავის თეთრი გრაგნილი ამოაძვრინა. თქვენ ამას გზებზე, დუქნებთან აკრავთ, თქვა ხმადაბლა. რაც აქ წერია, მართალია? ჩაიბურტყუნა ველერადმა და ტყავზე ამოტიფრულ რუნებს თვალი შეავლო. აი თურმე რა. მაშინ როგორ ვერ მივხვდი? ჰო, მართალია. მართალზე უფრო მართალი. ხომ ხედავ, ფოლტესტი, ტემერიის, პონტარისა და მაჰაკამის მეფე აწერს ხელს. რა კი ხელმოწერილია მართალიცაა. მაგრამ რუნები რუნებად და კანონი კანონად. ხალხის ხოცას არ დაგანებებ. გაიგე? გავიგეო, თავი დაუქნია რივიელმა. ველერადმა ბრაზით ჩაიფრუტუნა. მხედვარის ემბლემა თან გაქვს. უცნობმა ისევ ქურთუკში ჩაიყო ხელი და იქიდან ვერცხლის ჯაჭვზე დაკიდებული მრგვალი მედალიონი ამოაძვრინა. მედალიონზე კბილებდაკრეჭილი მგლის თავი იყო გამოსახული. რა ქვია? კაცმა რომ თქვა, სულ არ მაინტერესებს, მაგრამ საუბარს გაგვიადვილებს. გერალტი. კეთილი და პატიოსანი. რივიელი ხარ? კილოზე შეგატყვე. რივიელი გახლავართ. კარგი. იცი რა, გერალტ. ეს, ველერადმა გრაგნილს ცითი დაჰკრა, დაივიწყე. თავიდან ამოიგდე. ეს სერიოზული საქმეა. ბევრმა სცადა, მაგრამ ამაოდ. ეს შემოძმაო. ორიოდე მაწანწალას მოკლა არ გეგონოს. ვიცი, მაგრამ ჩემი ხელობა ეგ არის, კეთილმოწყალეო ქალაქის თავო. აქ წერია, რომ ჯილდოთ 3000 ორენს იძლევიან. 3000 ველერადმა კოპები შეიკრა. და ხმები დადის მეფის ასულსაცოს ართად, თუმცა მოწყალე ფოლტესტს ასეთი არაფერი დაუწერია. მეფის ასული არ მჭირდება. შვიდად თქვა გერალტმა. მუხლებზე ხელებდაწყობილი უძრავად იჯდა. მე მხოლოდ 3000 მაინტერესებს. რა დრო დაგვიდგა? რა დრო? ამოიოხრა ქალაქის თავმა. ეს რა ბინძური დრო დაგვიდგა? 20 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ მხედვარის პროფესია გაჩნდებოდა? ასეთი რამ თვალსაც კი არ მოუვიდოდა აზრად. ბასილისკოების მოხეტიალე მკვლელები. დრაკონებისა და სტრიგების კარდაკარ მოსიარულე მუსრელები. გერალტ, თქვენი გილდია ლუდის მას გიკრძალავთ? ოდა. რა თქმა უნდა, არა. ველერადმა ხელი ხელს შემოჰკრა და დაიძახა. ლუდი. გერალტ, მოდი, უფრო ახლოს დამიჯექი, რაც არის. ლუდი მოიტანეს. ცივი და ქაფიანი იყო. დროა უკეთეს ვერ ინატრებ. ჩაიბუზღუნა ველერადმა და სასმელი ხარბად მოსვა. 1000 ოხრობით აივსო სოფელ ქვეყანა. მაჰაკამში მთები ავსულებითაა გატენილი. წინათ ტყეში მხოლოდ მგლები დაძრწოდნენ. ახლა კი, საითაც არ უნდა გადააფურთხო, ვამპირს მაგციას ან მავნეს დაეცემა. ალები და კუდიანები სოფლებიდან ასეულობით ბავშვს იტაცებენ. ისეთი სნეულებები გაჩნდა, აქამდე გაგონებითაც რომ არავის გაეგონა. თმაყალყზე დაგიდგება კაცს. ახლა ეს დაემატა! ტყავის გრაგნილს ხელი ჰკრა და მაგიდაზე გააგორა. სულ არ მიკვირს, გერალტ, რომ თქვენს მომსახურებაზე ასეთი მოთხოვნა. ეს მეფის უწყებაა, ქალაქის თავო. გერალტმა თავი ასწია. დეტალებს იცნობთ? ველერადის კამზე გადაწვა და ხელები მუცელზე გადაიჯვარედინა. დეტალებს? ვიცნობ. პირველ წყაროდან არა, მაგრამ სანდო წყაროდან. სწორედ ეგ მაინტერესებს. კარგი, რახან შენსას არიშლი, მისმინე. ველერადმა ლუდი მოსვა და ხმას დაუწია. ჩვენმა მოწყალე ფოლტესტმა ჯერ კიდევ მამის, მოხუცი მედელის მეფობისას, უფლისწულობაშივე გამოიჩინა თავი, თან გვარიანად გამოიჩინა.
ვიფიქრეთ, გაიზრდება და გადაუვლისო, მაგრამ როგორც კი მამამისი გარდაიცვალა და მეფე დაკურთხეს, ისეთი რამე ჩაიდინა, მისგანაც რომ არავინ ელოდა და ყველას პირი დაგვაღებინა. თავისი უმცროსი და დააორსულა, ადა. დღე-დღამ ერთად იყვნენ, მაგრამ ეჭვიც არავის აუღია. ალბათ დედოფლის გარდა. მოკლედ, ადას მოულოდნელად უზარმაზარი მუცელი დააჯდა, ფოლტესტმა კი ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი. დაზე და ქორწინება მოინდომა, გესმის, გერალტ? ამ დროს, ყველა სიკეთესთან ერთად, ვიზიმარ ნოვიგრადელმა განიზრახა, თავისი ასული დალკა ფოლტესტისთვის მიეთხოვებინა. მაჭანკლებიც მოაგზავნა. ფოლტესტი ძლივს გავაკავეთ, კინაღამ კინწისყვრით გაყარა მოციქულები. მადლობა ღმერთს, შვიდობიანად ჩაიარა ამ ამბავმა, თორემ ვიზიმარი შიგანს გადმოგვაყრევინებდა. მერე ისევ ადა დავიხმარეთ ძმაზე გავლენა მოახდინა. და როგორც იქნა, ბიჭსნაჩქარევი ქორწინება გადავაფიქრებინეთ. ამასობაში დრომაც მოაწია და ადამ მოილოგინა. ახლა კარგად დამიგდე ყური, იმიტომ რომ ყველაფერი ახლა იწყება. რა შვა? თითქმის არავის უნახავს. ბებია-ქალები იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი კოშკის ფანჯრიდან გადმოხტა და იქვე განუტევა სული, მეორე შეიშალა და დღემდე გაშტერებული დადის. როგორც ჩანს, კალმით ნახატი არ ყოფილა მეფის ნაბიჯვარი. სხვათა შორის, გოგონა იყო. თუმცა თავადაც მაშინვე მოკვდა გული მიგრძნობს. ჭიპლარის გადაჭრასაც არავინ იჩქარებდა. თავის და ბედად ადაც მშობიარობას გადაჰყვა. მერე კი ჩემო ძმაო ფოლტესტმა მორიგი სისულელე ჩაედინა. ის ნაბიჯვარი უნდა დაეწვათ. ან სადმე უღრან ტყეში დაემარხათ, მაგრამ ჩვენი მოწყალე მეფის ბრძანებით სარკოფაგში ჩაასვენეს და დღემდე სასახლის სარდაფში აკლდამაში წევს. ახლა გვიანია სინანული. თავი ასწია გერალტმა. განდობილთაგან უნდა გეხმოთ ვინმე. იმ თაღლითებს გულისხმობ, ვარსკვლავიანი ჩაჩები რომ ახურავთ. როგორ ერეა 10 მაინც მოცვივდა, ოღონდ ეგ უკვე მერე როცა ყველამ გაიგო, რა იწვა იმ სარკოფაგში და რა გადმოდიოდა იქიდან ღამღამობით. The kid writes us the multi here take care, თუმცა მაშინვე არ გადმოსულა. 7 წელის სრული სიმშვიდე სუფევდა. ერთ ხამის კი სავსემთვარეობისას ატყდა სასახლეში წივილკივილი და ალიაქოთი. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო მეფის უწყება შენს წაგიკითხავს, ჩვილი. კუბოში გაიზარდა და თანაც როგორ, კბილები, აი, ამ სიგრძე გაუხდა? ერთი სიტყვით, ნამდვილი სტრიგა. სამწუხაროა რომ გვამები არ გინახავს ჩემსავით, თორემ ვიზიმას სათოფეზე არ გაეკარებოდი. გერალტი უხმოდ უსმენდა. მერე, განაგრძო ველერადმა როგორც გითხარი. ფოლტესტმა ჯადოქრების მთელი ურდო დაგვახვია თავს. ჰოდა, დასხეს ერთმანეთს. კინაღა მარგნებიც გადაალეწეს თავზე, ეგენი ხომ მუდამთან დააქვთ ეთყობა. მიქსეულ ძაღლებს იგერიებენ. მიქსევით კი, ვეჭობ, ხშირად უნდა უქსევდნენ. ბოდიშს გიხდი გერალტ, შენ ალბათ ჯადოქრებზე სხვა აზრის ახარ. შენს ამ ქარშიც ბლომად იქნებიან. მაგრამ მე ისინი მუქთახორა ბრიყვები მგონია. ხალხს თქვენი მხედვარებისა უფრო სჯერა. თქვენ უფრო როგორ ვთქვა საიმედოები ხართ. გერალტმა გაიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მაგრამ მოდი, საქმეზე გადავიდეთ. ქალაქის თავმა კათხაში ჩაიჭყიდა, ლუდი დაისხა და რივილსაც შეუსო სასმისი. ზოგი ჯადოქრის რჩევა არც თუ უგუნური ჩანდა. ერთმა ურჩია სტრიგა სარკოფაგიან სასახლიანად დაწვიო, მეორემ ბარით თავი წააწყვიტეო, მესამემ ვერხვის პალოები ჩაარჭვეთ ანში, როცა ღამის თავგადასავლებით დაღლილს კუბოში მშვიდად ეძინებაო. მაგრამ საუბედუროდ გამოჩნდა ვიღაც ქუდწოწოლა და თავკოტორად აკიმასხარა, ყუზიანი მწირი. დაიჟინა, მოჯადოებულია და ჯადოს თუ ახსნით, სტრიგა ფოლტესტის მზეთ უნახავ გოგოდ იქცევაო. ბევრი არაფერი უნდა, ვინმე მღამე უნდა გაათიოს აკლდამაში და ეგ არისო, თქვა. და წარმოგიდგენია რა რეგვენი იყო გერალტ. თვითონვე წავიდა სასახლეში ღამის გასათევად. მეორე დილით მისი ძვლებიც ვეღარ იპოვეს ქუდი და ჯოხიღა იყო დარჩენილი. ფოლტესტი კი ამას ისე ჩაებღაუჭა, როგორც ძურწა ბალახი ძაღლის კუდს. იმ წყეული სტრიგას მოკლა ყველას აუკრძალა და ვიზიმის ყოველი კუთხიდან უხმოდ აღლითებს, რომ პრინცესად ექციათ. ისეთი კომპანია შეიკრიბა, თვალი უკეთეს რას ნახავდა.
ვიღაც ოთხად მოკაკული ქალები, ჩემოძმაო, ხეიბრები, ჭუჭყიანები, ტილიანები გული აგიტირდებოდა. ჰოდა, შეუდგნენ ჩხიბაობას და ჯამ ჭურჭლის შელოცვას. ზოგიერთს ფოლტესტი, საბჭოს წყალობით მალევე მიუხვდა თაღლითობას. რამდენიმე მათგანი სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად სარზეც კი გასვა, მაგრამ უნდა გითხრა არც ისე ბევრი. მის ადგილას ყველა სახრჩობელაზე ვუკრავდი თავს. სტრიგა, რა თქმა უნდა, არც იმ თაღლითებს დაგიდევდათ და არც მათ შელოცვებს ხან ვის ჩაასობდა კბილს და ხან ვის. ჰოდა, სულ არ მიკვირს, რომ ბოლოს სხვებთან ერთად ფოლტესტმაც მიატოვა სასახლე. ახლა იქ კაციშვილი აღარაა. ველერადი შეჩერდა, ლუდი მოსვა. არც მხედვარს ამოუღია ხმა. აგერ უკვე 7 წელია ამ დღეში ვართ გერალტ აკი 14 წლის წინ დაიბადა. ამ ხნის განმავლობაში სხვა სადარდებელიც ბლომად გვქონდა. მაგალითად, ვიზიმარ ნოვიგრადელს ვეომეთ, თუმცა სავსებით გასაგებით და ღირსეული მიზეზით საზღვრების და არა ვიღაც გოგოებისა თუ ნათესაური კავშირების გამო. სხვათა შორის, ფოლტესტმა ისევ დაიწყო ქორწინებაზე ფიქრი და მეზობელი სამეფოებიდან გამოგზავნილ პორტრეტებსაც ათვალიერებს, წინანდელივით უნახავად აღარ ყრის ფეხსალაგში. მაგრამ ხანდახან ისევ წამოუვლის და ქვეყნის ყოველ კუთხეში გზავნის მაცნეებს ჯადოქრების საპოვნელად. აგერ, ჯილდოც დააწესა. მაგ 3000-მა მართლაც მიიზიდა რამდენიმე გადარეული, მოხეტიალე რაინდი, ერთი მეღორეც, მთელ ოლქში ცნობილი ყეყეჩი, ნათელში იყოს მისი სული. სტრიგა კი ვითომც არაფერიო ხან ვის გაჰკრავს კბილს და ხან ვის. უკვე მივეჩვიეთ. იმ გმირებმა, ჯადოს ახსნას რომ ცდილობენ, ერთი სარგებლობა მაინც მოგვიტანეს ის წყეული იქვე. იყორავს მუცელს და სასახლის გარეთ აღარ დაძრწის. ფოლტესტს კი, რაღა თქმა უნდა, ახალი, მშვენიერი სასახლე აქვს. 7 წელი გავიდა, თავი ასწია გერალტმა. 7 წელი. ნუ თუ ამ ხნის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი გააწყო. ვერა ველერადმა გამჭოლი მზერა დაასო. და როგორც ჩანს, ვერც ვერაფერს გააწყობენ. უნდა შეეგუოს. ფოლტესტს ვგულისხმობ, ჩვენს მოწყალე და საყვარელ მბრძანებელს ყოველ გზაჯვარედინზე მოწოდებებს და უწყებებს რომ აკვრევინებს. თუმცა მოხალისეები მაინც და მაინც აღარ ჩანან. ამას წინათ კი გამოჩნდა ერთი, მაგრამ ის 3000 წინასწარ მოგთხოვა. ჩვენ ავდექით, თავზე ტომარა წამოვაცვით და ტბაში მოვისროლეთ. ჰო, თაღლითები საკმაოდ არიან. ეგრეა. კვერი დაუკრა ქალაქის თავმა. მხედვარისთვის თვალი არ მოუცილებია. მე თუ მკითხავ, საკმაოზე მეტიც. ამიტომ, სასახლეში რომ მიხვალ, თუ საერთოდ მიხვედი, ოქრო წინასწარ არ მოითხოვო. მივალ. შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ჩემი რჩევა არ დაივიწყო. ჰო, ჯილდოზე გამახსენდა. ამ ბოლო დროს ხალხი მის მეორე ნაწილზეც ალაპარაკდა. გითხარი კიდეც, მეფის ასულსაც მიათხოვებენო. არ ვიცი ვინ დაყარა ხმა, მაგრამ თუ ის სტრიგა მართლა ისეთია, როგორცაც ამბობენ, ვიღაცას ბოროტად უხუმრია. თუმცა მითქმა მოთქმა ატყდა თუ არა, ერთი-ორმა სულელმა მაინც გაქუსლა სასახლისკენ მეფესთან დანათესავების ეშხით. მეწაღის შეგირდებმა. ხომ არ იცი, გერალტ, ეს მეწაღეები ასეთი ბრიყვები რამ გააჩინა? არ ვიცი. მხედვართაგან ხომ არავინ ყოფილა, ქალაქის თავო. როგორ არა, იყო რამდენიმე, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ჯადო უნდა აეხსნათ და სტრიგა ცოცხალი დაეტოვებინათ, მხრები აიჩეჩეს და აქაურობას გაეცალნენ. ამიტომაც ვცე მხედვარებს პატივს, გერალტ. თუმცა მერე კიდევ მოვიდა ერთი, შენზე ახალგაზრდა, სახელი დამავიწყდა. ან იქნებ არც უთქვამს, იმან ნამდვილად სცადა. მერე, ჩვენს კბილებდა კრეჭილ პრინცესას ჩიჩქადაც არ ეყო. გერალტმა თავი გადააქნია. მეტი არავინ ყოფილა? იყო ერთიც. ველერადი გაჩუმდა. მხედვარი უხმოდელოდა. ჰო, თქვა ბოლოს ქალაქის თავმა. იყო. თავიდან, როცა ფოლტესტი დაემუქრა თუ სტრიგას რამე დაუშავე, სახრჩობელა არ აქცდებაო, გაიცინა და გუდანაბადი საკვრა დააპირა, მაგრამ მერე ქარას მენელას ბარ. ველერადი გერალტისკენ გადაიხარა და აჩურჩულდა. დაგვთანხმდა. გერალტ, ვიზიმში ჭკვიანი ხალხიც არის. ამ ხალხს მაღალი თანამდებობები უჭირავს. და ეს ამბავი უკვე ყელში ამოუვიდათ. ამბობენ, მხედვარს სთხოვეს,
ჯადოს თავი დაანებე და სტრიგას სადაც ნახავ, იქვე მოკალი, მეფეს კი უთხარი. შელოცვა მარგაჭრა, შენი ძვირფასი ქალიშვილი კიბიდან გადმოვარდა და კისერი მოიტეხა ჩვეულებრივი საწარმოო უბედური შემთხვევა იყო. მეფე რა თქმა უნდა განრისხდება, მაგრამ არაფერს დაგიშავებს. დაპირებული ჯილდოდან ერთ ორენსაც არ გადაგიხდის და იგი იქნებაო. მხედვარმა, იმ გაიძვერამ, უსმინა და მიუგო, უსასყიდლოდ თავად სდიეთ თქვენს ურჩხულებსო. რაღა უნდა გვექნა ფული შევკრიბეთ, შევევაჭრეთ, პოვეცდილოთ დილიც. მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. გერალტმა წარბები აზიდა. არაფერიც არ გამოვიდა. გაიმეორა ველერადმა. ხედვარს არ უნდა და პირველივე ღამეს ეცადა ბედი. მიარ მოიარა იქაურობა. გაძვრა გამოძვრა, ჩასაფრდა. ბოლოს, როგორც ამბობენ, ის წყეულიც დაინახა ალბათ, ჩვეული საქმიანობის დროს, თავისი აკლდამიდან. მარტო მუხლის გასამართავად კი არ გამოდის. და იმავე ღამეს ისე მოцоცხა, არც კი დაგვემშვიდობა. გერალტს ოდნავ შეუთრთოლდა ტუჩები, სავარაუდოდ. გაიღიმა. იმ ჭკვიან ხალხს ის ფული ისევ აქვს, არა? იკითხა მან. ხედვარები გასამრჯელოს წინასწარ არ იღებენ. ალბათ აქვთ, მიუგო ველერადმა. რას ამბობენ, რამდენს იძლევიანო? ველერადმა ჩაიცინა. ზოგი ამბობს 800. გერალტმა თავი შეატრიალ შემოატრიალა. ზოგიც 1000. ჩაიბურტყუნა ქალაქის თავმა. ბევრი არ არის. მით უმეტეს რომ ჭორებისა ნახევარი არ დაიჯერება. მეფეს 3000 იძლევა. მეფის ასულზე ქორწინება არ დაგავიწყდეს. დამცინავად უთხრა ველერადმა. ტყუილად იფხან ენას. ხომ ცხადია რომ იმ 3000 ვერ მიიღებ. რატომ არის ცხადი? ველერადმა მაგიდეს ხელი დაჰკრა. გერალტ, მხედვარებზე წარმოდგენა არ დამაკარგვინო. 7 წელიწადზე მეტია, ამ დღეში ვართ. სტრიგა წელიწადში 50-მდე ადამიანს ანსლავს. ამ ბოლო დროს. ალბათ, ცოტა ნაკლებს, იმიტომ რომ ხალხი სასახლეს ერიდება. არა, მეგობარო, მე ჯადოქრობის მწამს. ბევრი რამ მინახავს და ასე თუ ისე გრძნეულებისაც მწამს და მხედვარებისაც, მაგრამ ჯადოს ახსნა სული მკუზიანი, წვინტლიანი ბერიკაცის მოგონილია, რომელიც მწირის მწირმა საკობმა სუნთლად გამოათაყვანა. პოლტესტის გარდა ამ სისულელისა არავის ჯერა. ასე არ არის, გერალტ. ადამ სტრიგა იმიტომ შვა, რომ ძმასთან იწვა. აი, ესაა სიმართლე და ამას ვეღარ ჯადოსნობა, უშველის და ვეღარ შელოცვა. ისა სტრიგა ხალხს. ესაი, სტრიგასავით ნთქავს. ამიტომ უნდა მოკლან, მორჩა და გათავდა. ყური მიგდე. 2 წლის წინ მაჰაკამის ახლოს ერთ ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ სოფელს დრაკონი შეეჩვია. იქაურებს ცხვარი სუნთლად გაუჩანაგა. შეიკრიბა ხალხი და ურჩხულს მანამდე ურტყა ხელკეტები, სანამ სული არ გააფრთხობინა. იქაურებს ეს არც გმირობად ჩაუთვლიათ და არც ტრაბახს მოჰყოლიან. ჩვენ კი ვიზიმაში, სასწაულს ველით, ყოველ სავსემთვარეობას კარებს ვრაზავთ, ან დამნაშავეებს სასახლის წინ ბოძებზე ვაკრავთ, რომ იმ წყეულმა მუცელი ამოიყოროს და თავის სარკოფაგს დაუბრუნდეს. არ არის ურიგო ხერხი. გაიღიმა მხედვარმა. სამაგიეროდ დამნაშავეების რაოდენობა მხომ იკლო. ვინ მოგახსენა? სასახლემდე როგორ მივიდე? ახალ სასახლემდე? მე თვითონ წაგიყვან. იმ ჭკვიანი ხალხის წინადადებაზე რა სიტყვი? სად გვეჩქარება, ქალაქის თავო? ბოლოს და ბოლოს საწარმოუბედური შემთხვევა ხო მართლა შეიძლება მოხდეს? ჰოდა, იმ ჭკვიანმა ხალხმა ისიც მოიფიქროს, მეფის რისხვისგან როგორ მიხსნან და ის 1500 ორენიც მოამზადოს. თოლხი რომ ამბობს. 1000 მეთქი. არა, კეთილმოწყალეო ველერად. გადაჭრით მიუგო მხედვარმა. ის, ვისაც 1000 შესთავაზეთ, თვალი მოჰკრა თუ არა სტრიგას, არც კი შეგვაჭრებიათ, ისე გაიქცა. ასე რომ, რისკი 1000-ზე გაცილებით მეტია. თუმცა მე, რაღა თქმა უნდა, წინასწარ დაგემშვიდობებით. გერალტ ველერადმა თავი მოიქექა. 1200 რომ იყოს. Eat non ferit. მძიმე სამუშაოა. მეფის 3000 იძლევა. თანაც მოკლა ზოგჯერ ჯადოს ახსნაზე ძნელია.
ადვილი რომ ყოფილიყო, ჩემი რომელიმე წინამორბედი მოკლავდა კიდეც მაგ თქვენს ტრიგას. ხომ არ გონია თავები იმიტომ შეაჭმევინეს, რომ მეფის რისხვისა შეეშინდათ. კარგი, გერალტ. ნაღვლიანად თქვა ქალაქის თავმა. შევთანხმდით. მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ. მეფესთან საწარმოუბედური შემთხვევა არ ახსენო. ჰელთვა. თავი მესამე. კაფანდარა ფოლტესტს ლამაზი სახე ჰქონდა. მეტისმეტად ლამაზიც კი. ჯერ 40-ისაც არ იქნებაო, იფიქრა მხედვარმა. შავი ხის მოჩუქურთმებულ სავარძელში იჯდა და გაჭიმული ფეხები ბუხრისთვის მიეფიცხებინა, რომელთანაც ორი ძაღლი მიწოლილიყო. იქვე სკივრზე ასაკოვანი ჩასხმული წვეროსანი კაცი იჯდა. მეორე მეფეს ედგა ზურგს უკან. დიდრულად ეცვა და მედიდური იერი ჰქონდა. მდიდარი მემამულე უნდა ყოფილიყო. რივიელო მხედვარო, მიმართა მეფემ გერალტს, როცა ველერადი მის წარდგენას მორჩა და სიჩუმე ჩამოვარდა. გისმენთ, თქვენო უდიდებულესობავ. თავი დახარა გერალტმა. ასე რამ გაგაჭაღარავა? ჯადოსნობა. მოხუცი არ უნდა იყო. კარგი ვხუმრობ, ნუ მიპასუხებ. გამოცდილება იმედია გააქვს. დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. სიამოვნებით მოვისმენდი. გერალტმა კიდევ უფრო მდაბლად დაუკრა თავი. თქვენო უდიდებულესობავ, მოგეხსენებათ, კოდექსი ჩვენ საქმიანობაზე ლაპარაკს გვიკრძალავს. მოხერხებული კოდექსი გქონიათ, მხედვარო, ფრიად მოხერხებული. კარგი, დაწვრილებით ნუ მომიყვები, მაგრამ მაგალითად, ქაჯებთან თუ გქონია საქმე. დიახ. ვამპირებსა და ტყის კაცებთან? მაგათთანაც. ფოლტესტი შეყოყმანდა. სტრიგებთან? გერალტმა თავი ასწია და მეფეს თვალი თვალში გაუყარა. დიახ, ქონია. ფოლტესტმა თვალი აარიდა. ვილირად! დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. აუხსენი საქმის არსი? დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. ამბობს, მეფის ასულს ჯადოს ავხსნიო. ასეთი დაპირება ბევრჯერ გამიგონია. მაინც როგორ აპირებ ამას, მხედვარო? უკაცრავად, თქვენი კოდექსი დამავიწყდა. კარგი. ერთ რამეს კიდევ გეტყვი. რამდენიმე მხედვარი უკვე გვიახლა. ველერად, ესეც უთხარი? კარგი. ამრიგად ვიცი, რომ თქვენი ხელობა აჩალთენ იმფუს გაჰიუსვერი პენტიტრაპს. მოკვდინებაა და არა ჯადოს ახსნა. არც იფიქრო. ჩემს ქალიშვილს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, თავს წაგაცლი. ოსტრით. თავად სეგელინ. დარჩით და ყველაფერი აცნობეთ, რაც საჭიროა. მხედვარებს მუდამ უამრავი კითხვა აქვთ. დააპურეთ და სასახლეში დააბინავეთ, დუქნიდან დუქანში რომ არ იხეტიალოს. მეფე წამოდგა, ძაღლებს დაუსტვინა და იატაკზე დაყრილი ნამჯის ფანტვით კარისკენ წავიდა. კართან შეყომდა. თუ დავალებას თავს გაართმევ, მხედვარო, ჯილდო შენია. თუ თავს გამოიჩენ, ეგებ კიდევ გიწყალობო რამე. იმასაც გეტყვი, რომ მოარული ხმები მეფის ასულის ცოლად შერთვის შესახებ მტკნარი სიცრუეა. ალბათ, ხვდები, რომ ჩემი ქალიშვილის ხელს უცხოს არ მივცემ. დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჭკუა გიჭრის. ფოლტესტმა კარი გაიხურა. ველერადი და ის ბობოლა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე იდგა, მაშინვე მაგიდას მიუსხდნენ. ქალაქის თავმა მეფის სასმისი გამოცალა. მერე დოგში ჩაიხედა და შეიკურთხა. ფოლტესტის სკამზე მოკალათებული ოსტრიტი მოღუშული შეჰყურებდა მხედვარს და სავარძლის ჩუქურთმებს ხელს უსვამდა. ცეგელინმა, წვერიანმა კაცმა, გერალტს თავი დაუქნია. დაბრძანდით, მხედვარო, დაბრძანდით. ვახშამს მალე მოგვართმევენ. რისი ცოდნა გსურთ? ქალაქის თავმა ველერადმა ალბათ უკვე ყველაფერი გიამბოთ. კარგად ვიცნობ, უფრო მეცაც გეტყოდათ, ვიდრე საჭიროა, ნაკლების თქმა მაგას არ შევია. სულ რამდენიმე კითხვა მაქვს. კითხეთ. ქალაქის თავმა მითხრა. სტრიგას გამოჩენის შემდეგ, მეფემ მრავალ განდობილს უხმოო. ხო, ასე იყო. მაგრამ ერთ რამეს გირჩევთ, სტრიგას ნუ ეძახით. მეფის ასულად მოიხსენიეთ. ასე უფრო ადვილად დაიზღვევთ თავს მეფის თანდასწრებით შეცდომისგანაც დიდ ედესეი, სალსენჯ თეიქ ალსტანტი. ეთერს თეიქ თერეთ იუ. პისი თამხლების სირთულეებისგანაც. განდობილთა შორის ვინმე ცნობილი თუ იყო, ვინმე სახელგანთქმული.
როგორ არა იყვნენ ასეთებიც, პირველ ხანებშიც და მერეც, მაგრამ სახელები არ მახსოვს. თქვენ ხომ არ გახსოვთ ოსტრიტ? რაღაც არ მახსენდება. თქვა დიდებულმა. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზოგი მათგანი ცნობილიც იყო და სახელგანთქმულიც. ბევრს უთქვამს. ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ჯადოს ახსნა შესაძლებელია. ერთხმად მეთქი, ვერ ვიტყვი, გაიღიმა სეგელინმა. ვერცერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ასეთი აზრიც გამოითქვა. ისიც თქვეს, მეტისმეტად იოლის საქმეა. ჯადოსნობაც კი არ არის საჭირო საკმარისია. ვინმემ ერთი ღამე, მზის ჩასვლიდან მამლის მესამე ყივილამდე, სარკოფაგთან გაათიოსო. ამაზე იოლი რაღა გინდა. ჩაილაპარაკა ველერადმა. ახლა კი აღმიწერეთ, როგორ გამოიყურება. ეფცის ფელის კუ თეკერამ ეფის ასული. ველერადი წამოვარდა. როგორია და სტრიგას გავს, დაიყვირა მან. რაც კი გამიგონია. ყველა სტრიგაზე მეტი სტრიგაა. 4 მტკაველი სიმაღლისაა მისი აღმატებულება. მეფის ასული. წყეული ნაბუშარი. ლუდისკაცრივით მრგვალია. ლაშები ყურიდან ყურამდე გახევია. პირიკი სამართებელივით ბასრი კბილებით აქვს გამოტენილი. წითელი თვალები აქვს და წითელი გაბურძგნილი თმა. ბრჭყალები ფოცხვერს მიუგავს და თათები ლამის მიწამდე დასწრებს. მიკვირს, აქამდე მისი პორტრეტი მეზობელი სამეფოების კარზე რომ არ დაგვიგზავნია მეფის ასული ხომ? ჭირი მაგის თავს, უკვე 14 წლისაა, დროა, რომელიმე უფლის წულს მივათხოვოთ. ველერად, გაჩუმდი! ოსტრიტმა თვალი კარისკენ გააპარა. სეგელინმა შეუმჩნევლად გაიღიმა. ხატოვანი და საკმაოდ ზუსტი აღწერაა. ხომ ეს გინდოდათ, მხედვარო? თუმცა ველერაც ერთ რამ გამორჩა. სტრიგა საოცრად სწრაფია და თავის სიმაღლესა და აგებულებასთან შედარებით ძალიან ძლიერი. და მართლაც 14 წლისაა, თუ ამას რამე მნიშვნელობა აქვს? აქვს. თქვა მხედვარმა. ხალხს მხოლოდ სამსამთავროებისას ესხმის თავს? ისპინ, კერერ. ჰო, მიუგო სეგელინმა. ძველი სასახლის გალავნის მიღმა მხოლოდ სამსამთავროებისას, სასახლის კედლებში კი ნებისმიერ დროს, განურჩევლად მთვარის ფაზისა. გარეთ გამოსვლას მხოლოდ სამსამთავროზე ბედავს. ოდესმე ვინმეს დღისით ხო არ დასხმია თავს? არა. სხვერპლს ყოველთვის ჭამს. ველერადმა ღონივრად გადააფურთხა ნამჯაზე. კარგი რა, გერალტ, რა ებს ამბობ? ვახშმობის დროა. რა ვიცი, ფუ. ზოგს ჭამს, ზოგს მარტო ერთხელ მოკბეჭს, ზოგსაც ხელუხლებელს ტოვებს. გააჩნია, ალბათ როდის როგორ გუნებაზეა. ერთს მხოლოდ თავი მოაჭამა, ერთი ორს ნაწლავები დააყრევინა, რამდენიმე ძვლებიანად დააღრღნა, სისხლი გამოსწოვა მაგწყეული დედის. ერად ფრთხილად, წაისისინა ოსტრიტმა. სტრიგაზე, რაც გინდა, თქვი? მაგრამ ადას ჩემი თანდასწრებით ნუ შეურაცხყოფ. მეფის წინაშე ხომ ვერ გაბედავ მის დაძრახვას. ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს თავს დასხმოდეს, მაგრამ მსხვერპლი გადარჩენილიყოს, შვიდად იკითხა მხედვარმა. ეტყობოდა, დიდებულის განრისხებას მასზე შთაბეჭდილება ვერ მოეხდინა. სეგელინმა და ოსტრიტმა ერთმანეთს გადახედეს. ყოფილა. თქვა წვეროსანმა. პირველ ხანებში, 7 წლის წინ, აკლდამის 2 მცველს დაესხა თავს. ერთმა თავს უშველა. მერეც, სიტყვა გააწყვეტინა ველერადმა. იყო ერთი მეწისქვილე, ქალაქის მისადგომებთან რომ გადაეყარა. გახსოვს? ერთმა თავს, თავი მეოთხე. მხედვარი საყარაულოს თავზე პატარა ოთახში დააბინავეს და მეორე დღეს ის მეწისქვილეც იქვე მიჰგვარა თავიდან ფეხებამდე მოსასხამში გახვეულმა ჯარისკაცმა. მეწისქვილეს შიშისგან ენა ებმოდა, ამიტომ მისგან ბევრი ვერაფერი გაიგო. მისმა ნაიარევებმა უფრო მეტი უთხრა, ვიდრე თავად მან. სტრიგას ფართო ყბები და მართლაც ბასრი კბილები ჰქონოდა. 4 ძალიან გრძელი ზემოთა ეშვი წყვილ-წყვილი ორივე მხარეს. ბრჭყალები ფოცხვერზე მჭრელი, მაგრამ არც თუ მასავით მოკაუჭებული. როგორც ჩანს, მეწისქვილეც ამან გადაარჩინა. გერალტი თვალიერებას მორჩა და მეწისქვილეც და ჯარისკაციც დაითხოვა. ჯარისკაცმა გლეხკაცი ხელის ყვრით გააგდო კარში და თავსაბურავი მოიხადა. ეს თავად პოლტესტი იყო. იჯექი. ეს არაოფიციალური ვიზიტია. აბა, კმაყოფილი ხარ მასთან საუბრით? შევიტყვე, დღეს დილით სასახლეში ყოფილხარ. დიახ, თქვენ უდიდებულესობავ. საქმეს როდის შეუდგები?
თვარის ავსებამდე 4 დღე დარჩა. აივსება და მერე. არ გინდა წინასწარ შეავლო თვალი. არ არის საჭირო. მაგრამ დანაყრებული ურსინ სალჯინ ეთინს ეს სალჯინ ჯემსტერკ მეფის ასული. ისე სწრაფად ვერ იმოძრავებს. სტრიგა, ოსტატო, სტრიგა. დეყოფა პირფერობა. მეფის ასულად მერე იქცევა. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამის საკითხავად მოვედი. არაოფიციალურად მოკლედ და გასაგებად მითხარი. იქცევა თუ ვერა. ახლაც კოდექსს ნუ ამოეფარები. გერალტმა შუბლი მოისრისა. გიდასტურებთ, თქვენო უდიდებულესობავ, რომ ჯადოს ახსნა შესაძლებელია. და, თუ არ ვცდები, ამისთვის სასახლეში ღამის გათევა მართლაც საკმარისი უნდა იყოს. თუ სტრიგას მამლის მესამე ყივილმა სარკოფაგის გარეთ მოუსწრო, ჯადო აეხსნება. ასეთი იოლია? სულაც არ არის იოლი. ჯერ ერთი, იმ ღამეს უნდა გადაურჩე. მეორე გამონაკლისიც არსებობს. მაგალითად ზოგჯერ ერთი ღამე არ კმარა, ზედიზედ სამის გათევაა საჭირო. არის აცექი ვერაკევა საჭივ, იმზეგერევ იზირ ერთი ვერაკევა საჭივ. როგორ გითხრათ? შეც იზირ ერთი ვერაკევა საჭივ. უიმედო შემთხვევებით. აჰა, პოლტესტ სახე დაეკრუნჩხა. ამის მეტი არაფერი მესმის ურჩხული უნდა მოკვდეს, რადგან მისი განკურნება შეუძლებელიაო. დარწმუნებული ვარ, უკვე შენს გეტყოდნენ ამას, ოსტატო. ხომ არ ვცდები? აკუწე, კაცი ჭამია და გაათავე, მეფეს კი უთხარი, რომ სხვა გზა არ ქონდა. ის არ გადაგიხდის, ჩვენ გადაგიხდითო. ძალზე მოხერხებულია. თანაც იაფი. მეფე ბრძანებს. ჩამოახრჩონ მხედვარი, ან თავი გააგდებინონ, ჰოდა, ჯიბეზე ხელის გაკვრაც აღარ მოუწევთ. ნუ თუ მეფე აუცილებლად ბრძანებს მხედვარისთვის თავის მოკვეთას. დაიმანჭა გერალტი. პოლტესტი დიდხანს გამომცდელად უყურებდა რივიელს. ბოლოს თქვა. მეფემ ჯერ არ იცის. მაგრამ მხედვარს უნდა ახსოვდეს, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. ახლა გერალტი დადუმდა. ყველაფერს ვიღონებ, რაც შემიძლია. თქვა ბოლოს. მაგრამ თუ საქმე გართულდა, თავს დავიცავ. თქვენც უნდა გახსოვდეთ ეს, თქვენო უდიდებულესობავ. პოლტესტი წამოდგა. ვერ გამიგე. თუ სხვა გზა არ დაგრჩა, რა თქმა უნდა, მოკლავ განურჩევლად ჩემი სურვილისა. რადგან შენ თუ არ მოკალი, ის მოკლავს, უცილობლად მოკლავს. ვისაც თავდაცვისას შემოაკვდება, არ დავსჯი, თუმცა სახალხოდ ეს არ მithქვამს, მაგრამ არც იმის უფლებას მივცემ ვინმეს. ისე მოკლას, რომ ჯერ მისი გადარჩენა არ სცადოს. ძველ სასახლეში მისი გამოწვაც დააპირეს, ისრებიც დაუშინეს, ორმოებიც ამოთხარეს, 1000 გვარი. ხაფანგიც დაუგეს, სანამ რამდენიმე ჭკუის კოლოფის აღჭებელაზე არ ჩამოვკიდე. სეფსო ესეთგო. მაგრამ ახლა სხვა რა მაინტერესებს. მისმინე, ოსტატო ბრძანეთ. თუ სწორად გავიგე, მამლის მესამე ყივილის შემდეგ ის სტრიგა აღარ იქნება. აბა ვინ იქნება? თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა 14 წლის გოგონა. წითელ თვალება და ნიანგის კბილება. ჩვეულებრივი 14 წლის გოგონა. ოღონდ εν სტაიჩისას მენიუ ბერაითას პოინტრა. მხოლოდ გარეგნობით. ეზღა მაკლდა. გონებრივად როგორი იქნება? ყოველდღიური საუზმეზე 1 სათლის სისხლი დასჭირდება? თუ ქალწულის ბარკალი? არა, გონებრივად. იამეჩეითაც ქარი. ძნელი სათქმელია. ეს 3-4 წლის ბავშვად დარჩება. დიდხანს დასჭირდება მზრუნველობა. გასაგებია. მხედვარო სოფგვეჩინ დალოს. კომკიპი კოლდსპელია. ბრძანეთ. შეიძლება მოგვიანებით გაუმეოროს? გერალტი დუმდა. ესე იგი შეიძლება. მერე რაღა მოხდება? თუ გონება დაკარგა და რამდენიმე დღის შემდეგ მოკვდა, გვამი მაშინვე უნდა დაწვათ. პოლტესტი მოიღუშა. მაგრამ არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. დასწინა გერალტმა. საფრთხის შესამცირებლად რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თქვენო უდიდებულესობავ. ნაუჩეთეიქ. ახლავე? ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, ოსტატო? და თუ არ ვიზიდეთ შერაფ. ახლავე. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, თქვენო უდიდებულესობავ. შეიძლება დილით იქ ჯადო ახსნილი მეფის ასული და ჩემი გვამი დაგხვდეთ, ამიტომ ახლავე. მართლა. მე ხომ თავის დაცვის ნება მოგეცი? თუმცა ვგონებ, მაინც და მაინც არც გჭირდებოდა ჩემი ნებართვა.
ეს იოლი საქმე არ არის, თქვენო უდიდებულესობავ. საფრთხე დიდია. ამიტომ მისმინეთ. მეფის ასულს გულზე ყოველთვის უნდა ეკიდოს ვერცხლის ძეგლზე ჩამოკიდებული საფირონი. უმჯობესია, ინკლუზი. ყოველთვის, დღისით თუ ღამით. ინკლუზი რა არის? ჰაერისჯიბიანი საფირონი. გარდა ამისა, დრო და დრო მის ოთახში ღვია, კურდღლის ცოცხა და თხილი უნდა დაწვათ. პოლტესტი ჩაფიქრდა. რჩევისთვის გმადლობ, ოსტატო. გავითვალისწინებ. ოსტატისი დითერის მესკი. ბალდ კირიესკი თერის. ოსტატისი დითერის მესკი თერი. მალდ კი შენ მომისმინე ყურადღებით. თუ დაინახე რომ არაფერი ეშველება მოკალი. თუ ჯადო ახსენი, მაგრამ არაფერი ეშველება მოკალი. გოგონა ნორმალური არ აღმოჩნდა. თუ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეგეპარა რომ ყველაფერი რიგზეა, მოკალი. ჩემი ნუ შეგეშინდება. სხვების დასანახავად გიყვირებ, ქალაქიდან გაგაძევებ, ეგ არის და ეგ. ჯილდოს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იცი ვისაც უნდა მიმართო. ერთხანს ხმა არცერც არ ამოუღია. ბოლოს დუმილი პოლტესტმა დაარღვია. გერალტ, მან პირველად მიმართა მხედვარს სახელით. ბრძანეთ. მართალია, თითქოს ბავშვი იმიტომაა ასეთი რომ ადა ჩემი და იყო. არა მგონია. ასეთი რამ თავისთავად არ ხდება. ვიღაცამ გათვალა. აი, გათვალვით კი მართლაც შეიძლება იმიტომ გაეთვალათ, რომ დასთან გქონდათ ურთიერთობა. ასეც ვიცოდი. განდობილებმაც ასე მითხრეს, თუმცა ყველამ არა, ზოგიერთმა. გერალტ, საიდან მოდის ეს ყველაფერი? წყევლა. ჯადო, შულ თეთრ კარტ. არ ვიცი თქვენო უდიდებულესობავ. ასეთი მოვლენების მიზეზს განდობილები იკვლევენ. ჩვენ, მხედვარებს, იმის ცოდნაც ყოფნის, რომ მათი გამოწვევა ნებისყოფის ძალითაა შესაძლებელი. და იმისა, როგორ ვებრძოლოთ. ანუ დახოცოთ, ჩვენ ინსეკელითაითაინ, ინსეკელითაით. წესისამებრ ასე ვიქცევით. ფულსაც ხომ უმეტესად ამაში გვიხდიან. ჯადოს ახსნას არც თუ ხშირად გთხოვენ. ხალხს საფრთხისგან თავის დაღწევა უნდა. თუ ურჩხულს ვისიმე ცოდვა აწევს კისერზე შურისძიებაც. მეფე ადგა, გაიარ გამოიარა და კედელზე დაკიდებულ მხედვარის ხმალთან შედგა. ამით? იკითხა ისე, რომ გერალტისთვის არც შეუხედავს. არა, ეგ ადამიანებისთვისაა, ხო, გამიგონია. იცი რა გერალტ? აკლდამაში მეც წამოყვები. გამორიცხულია. პოლტესტი მისკენ მიტრიალდა და თვალები დააკვესა. იცი ჯადოსანო რომ ერთხელაც არ მინახავს. არც დაბადებისას, არც თორლი დილს კაფენს. ექშენ პოლტესტს აემნას. მერე. მეშინოდა. იქნებ ვერც ვერასოდეს ვნახო. ნუ თუ იმის ნახვის უფლებაც არ მაქვს, როგორ მოკლავ? გამორიცხულია მეთქი. ეს უეჭველს სიკვდილს ნიშნავს. თქვენთვისაც და ჩემთვისაც. როგორც კი ყურადღებას ოდნავ მოვადუნებ. ესაც თენკმდეიქავ. არა, თქვენო უდიდებულესობავ. პოლტესტი მიტრიალდა და კარისკენ წავიდა. გერალტს მოეჩვენა, რომ ისე გავიდო და სიტყვასაც არ ეტყო და ერთ გამოსათხოვარ ჟესტსაც არ გაიმეტებდა, მაგრამ მეფე შეჩერდა და შეხედა. გენდობი, თუმცა კი ვიცი რა ხვითოც ხარ. ფუნდუკში რაც მოხდა მიამბეს. ეჭვი არ მეპარება, ის თავზე ხელაღებულები მხოლოდ იმისთვის დახოცე, რომ ქალაქში ხმა გავარდნილიყო, ხალხი დაგეზაფრა, მე გაგეოცებინე. დარწმუნებული ვარ ისედაც მოერაოდი. შიშობ, ბოლომდე ვერასოდეს გავიგებ. იქ რისთვის მიდიხარ ჩემი ქალიშვილის გადასარჩენად, თუ მის მოსაკლავად. მაგრამ რაც არის, არის. თანახმავარ, სხვა გზა არ მაქვს. და იცი, რატომ? გერალტმა ხმა არ გასცა. იმიტომ რომ გონია, იტანჯება. ხომ არ ვცდები. მხედვარმა თვალი თვალში გაუყარა მეფეს. დასტური არ მიუცია, მცირედი მოძრაობითაც კი არაფერი უნიშნებია, მაგრამ პოლტესტი მიხვდა. მიხვდა რა უნდა ეპასუხა მას. That's it, where's Dimi? თავი მეხუთე. გერალტმა უკანასკნელად გადაიხედა სასახლის ფანჯრიდან. სწრაფად ბინდდებოდა.
ტბის გაღმამ ქრქალად ციმციმებდა ვიზიმის ჩირაღდნები. ძველი სასახლე უშენი ადგილით იყო გარშემორტყმული უკაცრიელი მიწის ნაკვეთით, რომელსაც 7 წელი იყო, ხალხი სათოფეზე არეკარებოდა, ნანგრევებით, დამპალი ბოძებით და კბილებ ჩაცვენილი მესრის ნარჩენებით, რომელიც, როგორც ჩანს, დაშლისა და აქედან წაღების ღირსადაც არავის მიეჩნია. მეფეს რეზიდენცია შორს, ქალაქის მეორე ბოლოში გადაეტანა. მისი სასახლის მუცელგაბერილი კოშკი შავად მოჩანდა ჩამუქებულ ჰორიზონტზე. მხედვარი მტვრიან მაგიდას დაუბრუნდა და ცარიელ, გაძარცულ ოთახში მშვიდად, აუჩქარებლად, გულმოდგინედ განაგრძო სამზადისი. დრო უხვად ჰქონდა სტრიგა შუაღამემდე არ გამოვიდოდა აკლდამიდან. წინ ლითონით შეჭედილი მომცრო სკივრი ედგა. გახსნა. თივით ამოფენილ განყოფილებებში მუქი შუშის ბოთლები ეწყო. ხედვარმა 3 ბოთლი ამოიღო. მერე იატაკზე ცხვრის ტყავის მკვრივ, ღვედით გაკრულ მოგრძო ფუთას დასწვდა. გახსნა და შავი, ზიმზიმა, რუნებით დაფარული ქარქაშიდან ვადაგამშვენებული ხმალი ამოაწვრინა. ბასრი ლითონი სინათლეზე სარკესავით ალაპლაპდა. ხმლის პირი წმინდა ვერცხლისა იყო. გერალტმა ჩურჩულით წარმოთქვა ჯადოსნური ფორმულა და 2 ბოთლი ნელა გამოცალა. ყოველი ყლუპის შემდეგ მარცხენა ხელს ხმლის თავს ართავს ადებდა. მერე მჭიდროდ გაეხვია შავლაბადაში და იატაკზე დაჯდა. ოთახში, ისევე როგორც მთელ სასახლეში, ერთი სკამიც არ მოიძევებოდა. თვალდახუჭული, უძრავად იჯდა. ჯერ თანაბრად სუნთქავდა, მერე სუნთქვა გაუხშირდა, აუფორი აქდა და ჩაეხრინწა, ბოლოს სულად შეუწყდა. მიქსტურა, რომელიც მხედვარს მთელი სხეულის დამორჩილებაში შველოდა, უმთავრესად შხამას, ლემას, კუნელისა და რძიანასგან შედგებოდა. დანარჩენ ინგრედიენტებს ადამიანის ენაზე სახელიც არ ჰქონდა, ნებისმიერს, ვინც მათ გერალტივით ბავშვობიდან არ იყო ნაზიარები. ეს ნაზავი ბოლოს მოუღებდა. ხედვარმა თავი მკვეთრად მიატრიალა. უზომოდ გაფაქიზებულმა სმენამ იოლად გამოსტაცა სიჩუმეს სასახლის ჭინჭარმოდებული შიდა ეზოდან მომავალი ფეხის ხმა. სტრიგა არ იქნებოდა საამისოდ ჯერ ადრე იყო. გერალტმა ხმალი ზურგზე გადაიგდო, სკივრი ჩამონგრეულ ბუხარში შემალა და ღამურასავით უხმოდ დაეშვა კიბეზე. ჯერ არც ისებნელოდა, რომ მოსულს მხედვარის სახე ვერ გაერჩია. კაცმა ოსტრიტი აღმოჩნდა, გულნაკბენივით დაიხია უკან და სახეუნებლიე შიშითა და ზიზღით დაემანჭა. მხედვარმა ცალკბად ჩაიღიმა იცოდა, როგორც გამოიყურებოდა. ბელადონას, წილჭირისა და კორდის კბილას წყალობით სახეზე ცარცისფერი ედო, გუგებს კი მთელი ფერადი გარსი ამოევსო. სამაგიეროდ, კუნაპეთ სიბნელეშიც კარგად ხედავდა და მეტი არც არაფერი ისეთი ფერი გადევს. ჯადოსანო, მკვდარი მეგონე. ალბათ, შიშისგან. ნუ გეშინია. შენს გადასარჩენად მოვედი. მხედვარმა ხმა არ გასცა. არ გესმის, რას გეუბნები, შერივიელო ექიმბაშო. გადარჩენილი ხარ თანაც მდიდარი. ოსტრიტმა მოზრდილი ქისახელში შეათამაშა და გერალტს ფეხებთან დაუგდო. აქ 1000 ორენია. აიღე და აქაურობას გაეცალე. რივიელს არც ამჯერად ამოუღია ხმა. რა პირდაღებული მომჩერები ხარ? ხმას აუწია ოსტრიტმა. დროს ნუ მაკარგვინებ. შუაღამემდე არ ვაპირებ აქ დგომას. არ გესმის? არ მინდა ჯადო ახსნა. არა, არ გეგონოს გამოიცანი. არც ველერატთან, არც სეგელინთან არ ვარ შეკრული. მისი სიკვდილი არ მინდა. უბრალოდ აქაურობას უნდა გაეცალო. ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. ენტითონტეს მანც. მხედვარი არ განძრეულა. არ უნდოდა დიდებულს დაენახა, რა მარდათ მოძრაობდა და რა სწრაფი რეაქცია ჰქონდა. უფრო მეტად ჩამობნელდა, მაგრამ გერალტს ეს ხელს აძლევდა, რადგან მისი გაფართოებული გუგებისთვის მწუხრის ბინდბუნდიც კი მეტისმეტად კაშკაშა იყო. მაინც, რატომ უნდა დარჩეს ყველაფერი ძველებურად? მხედვარი ცდილობდა, რაც შეიძლება ნელა წარმოეთქვა სიტყვები. ეგ უკვე აღარ არის შენი საქმე. მედიდურად მოიღერა ყელი ოსტრიტმა. და თუ ისედაც ვიცი. აბა, მიდი! რაც უფრო მეტად დასცემს ხალხს წრიგა შიშის ზარს, რაც უფრო მეტად ამოუვად ყელში დიდგვაროვნებსაც და მდაბიოებსაც მეფის ახირება, მით უფრო იოლად ჩამოაგდებთ ტახტიდან პოლტესტს, არა?
გზად რედანიასა და ნოვიგრადზე გამოვიარე. ყოველ კუთხე კუნჭულში იმაზე ლაპარაკობენ, ვიზიმელებს თავიანთ მხსნელად და ნამდვილ მეფედ ვიზიმარი მიაჩნიათო. მაგრამ მე ბატონო ოსტრით, არც პოლიტიკა მანაღვლებს, არც მემკვიდრეობა და არც სასახლის კარის გადატრიალებები. მე ჩემი საქმე მაქვს. პასუხისგებლობა და წესიერება გაგიგონიათ? ან პროფესიული ეთიკა? რა თავს იგდებ? შემაწანწალავ. მრისხანეთ შეყვირა ოსტრიტმა და ხმლის ტარი ჩაბღუჯა. ეგ ღამაკლია, ყველა ვიგინდა რას ვეკამათო. რა ეთიკა? რისი კოდექსი? რომელი ზნეობა? ჩამოსულიც არ იყავი, რომ სამი კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. ცალკე ფოლტესტს უდრეკ თავს და ცალკე ველერაც ურიგდები. ერთი ჩვეულებრივი დაქირავებული მკვლელი ხარ, შეგლეხუჭავ. როგორ ბედავ და ცხვირაწეული მელაპარაკები. განდობილად მოკაქვს თავი. ჯადოქრად, გრძნეულად. შეკეციანო მხედვარო. აქაურობას გაეცალე, თორემ თავს გაგიპობ. მხედვარს კუნთიც არ შესტოკებია. ჯობს, თქვენ თვითონ გაეცალოთ აქაურობას. ოსტრით ბნელდება. ოსტრიტმა უკან დაიხია და თვალის დახამხამებაში იშიშვლა სატევარი. რაც მოგივა შენს თავს დააბრალე, შეკუდიანო. მოკლავ. შენი უინები ვერ გიშველის. კუსქვა მაქვს თან. გერალტს ჩაეღიმა. კუსქვის შესახებ წარმოდგენა ფრიად გავრცელებულიც იყო და ფრიად გაზვიადებულიც. მაგრამ მხედვარი არ აპირებდა შელოცვებში და მით უმეტეს ოსტრიტთან ხმალდახმალ ბრძოლაში დაეხარჯა ძალა. ჰაერში მობზრიალე სატევრის ქვეშ გაძვრა და ვერცხლის კილიტებიანი სახელოს კიდე დიდგვაროვან საფეთქელში ჩაარტყა. დოს ეთილზიკეივი თულს. თავი მეექვსე. ოსტრიტი მალე მოვიდა, გონსდა, გაკოჭილი, კუნაპეთ სიბნელეში, თვალების ცეცებას მოჰყვა. გერალტი გვერდით რომ ედგა, ვერ დაინახა, მაგრამ მიხვდა, სადაც იყო და საზარლად აღმულდა. გაჩუმდი, უთხრა მხედვარმა. თორემ დროზე ადრე მოვა. შეწყეულო, მკვლელო. სად ხარ? ახლავე შემიხსენი ხელფეხი, შეძაღლის გაგდებულო. ამისთვის აღჩობელა არ აქცდება, შევიგინგარავ. გაჩუმდი მეთქი. ოსტრიტი მძიმედ სუნთქავდა. ასე დამტოვებ ხელფეხშეკრულს და ჩემს თავს შეაჭმევინებ? კითხა უკვე ხმადაბლა და ჩურჩულით უხამსი გინებაც მიაყოლა. არა, გაგიშვებ, მაგრამ ჯერ არა. შეგაიძვერავ. გინდა, სტრიგამ ყურადღება ჩემზე გადმოიტანოს, არა? ჰო, ოსტრიტი გაჩუმდა, კლაკვნას თავიანება და ბედს დაემორჩილა. მხედვარო, ბატონო. რომ იცოდე, მართლა მინდოდა ფოლტესტის ტახტიდან ჩამოგდება. და არა მარტო მე. მაგრამ მისი სიკვდილი მხოლოდ მე მსურდა. მინდოდა ტანჯვით მომკვდარიყო, გაგიჟებულიყო, ცოცხლად დამპალიყო. და იცი რატომ? გერალტს ხმა არ ამოუღია. ადამიყვარდა. მეფის და მეფის საყვარელი. მეფის ხასა. მიყვარდა და იცი რატომ? და იცი რატომ? მხედვარო, აქ ხარ. აქ ვარ. ვიცი რაც გაიფიქრე, მაგრამ ასე არ ყოფილა. დამიჯერე. მე არ დამიწყევლია. ჯადოქრობისა არაფერი გამეგება. ერთადერთხელ წამომცდა დაბოღმილს ლეიკ არაფერი ტაიმ. ქვიმარ ერთადერთხელ. მხედვარო, მისმენ, გისმენ. დედამისი იქნებოდა. მოხუცი დედოფალი. უთუოდის იქნებოდა. აღარ შეეძლო იმის ყურება ის და ადა როგორ კერი. მე არ დამიწყევლია. ერთადერთხელ ვცადე მისი დაყოლიება. ადამ კი ფეჩირ. მხედვარო, თავი ვეღარ შევიკავე და წამომცდა. სიკ ბოინს კეიტს. მხედვარო, ჩემი ბრალია. ჩემი. ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. მხედვარო, მალე დადგება შუაღამე? მალე. გამიშვი მანამდე. მაცადე გაქცევა. არა. ოსტრიტს არ გაუგონია სარკოფაგის თავსახურის ხრჭიალი. სამაგიეროდ მხედვარმა გაიგონა. დაიხარა და ღვედი ხანჯლით გადაჭრა. ოსტრიტი ნებართვას არ დალოდებია. წამოხტა, ხელფეხ დაბუჟებულმა, უხერხულად წაიბორძიკა და გაიქცა. ამასობაში თვალით შეეჩვია სიბნელეს და მთავარი გასასვლელისკენ მიმავალ გზასაც ხედავდა.
ქვის ფილა აკლდამის კარს რომ ფარავდა, გრუხუნით ამოვარდა იატაკიდან. გერალტმა, რომელიც წინდახედულად ამოფარებოდა კიბის მოაჯირს, დაინახა სტრიგას უფორმო ფიგურა, სწრაფად, ცქვიტად და უშეცდომოდ რომ აედევნა მიმავალი ოსტრიტის ფეხის ხმას. თავად სტრიგა ჩქამსაც არ გამოსცემდა. საზარელმა, გულის გამგმირავმა კივილმა გააპოღა მის სიჩუმე და ძველი კედლები შეაზანზარა. კივილი არა და არ წყდებოდა, ხან მაღლა მიიწევდა, ხან ილეოდა, ცახცახებდა და თრთოდა. მხედვარი დანამდვილებით ვერ იტყოდა რა მანძილიდან მოდიოდა ეს ხმა, გამძაფრებული სმენა ატყუებდა, მაგრამ მიხვდა რომ სტრიგა მალე დაეწია ოსტრიტს. მეტისმეტად მალე. შუა დარბაზში გავიდა და აკლდამის კართან დადგა. ლაბადა მოიხსნა, ხრები შეატოკა. ხმალი შეისწორა და ხელთათმანები წამოიცვა. ცოტაოდენი დრო კიდევ ჰქონდა. იცოდა რომ სტრიგა გამაძღარიც კი გვამს ასე იოლად ვერ შეელეოდა. გულღვიძლი მისთვის ნოყიერი საკვები იყო, რომლის მარაგიც ხანგრძლივი ლეთარგიული ძილის დროს ძალიან ჭირდებოდა. მხედვარი ელოდა. მისი ვარაუდით, განთიადამდე 3-4 საათი იყო დარჩენილი. მამლის ყივილს შესაძლოა მოეტყუებინა კიდეც, თუმცა მამალი ალბათ არც ჭაჭანებდა ამ არე-მარეზე. ამ დროს ხმა გაიგონა სტრიგა ნელა მოატყაპუნებდა ფეხებს. მერე დაინახა. სუსტად აღეწერად. არაპროპორციულად დიდი თავი მოკლე კისერზე ეჯდა. თავზე აბურდული წითელი თმის ბრაულული ეყარა. სიბნელეში თვალები ლალივით უელავდა. სტრიგა შედგა და გერალტს მიაჩერდა. უცბად პირი დააბჩინა, თითქოს თეთრი წვეტიანი კბილების მწკრივით თავს იწონებსო. მერე ისეთით კაცანით მოკუმა, თითქოს დაკეტვისას კივრის თავსახურმა გაიჯახუნაო და სისხლიან ბრჭყალებ მოღერებულმა მხედვარისკენ ისკუპა. გერალტი განზე გახტა და დაბზრიალდა. სტრიგაც დაბზრიალდა და ბრჭყალებით ჰაერს წაეპოტინა. წონასწორობა არ დაუკარგავს, ისევ გადავიდა იერიშზე და კბილები ზედ მკერდთან გაუკრეჭუნა გერალტს. რივიელი ახლა მეორე მხარეს გახტა და სამჯერ იცვალა გეზი რომ სტრიგასთვის თავგზა აებნია, თან გადახტომისას ხელთათმანის ქიცვები თავში ჩასცხო. საზარელი ღრიალი ექოდ მოედო სასახლეს. სტრიგა დაბლა დაეცა, იატაკს გაეკრა და ყრუდ, მძვინვარედ, ავის მომასწავებლად დაიღრინა. მხედვარმა ავად ჩაიცინა. ესეც ასე პირველ შეტაკებაში გაიმარჯვა. სტრიგასთვის, ისევე როგორც გრძნეულების წყალობით შექმნილ ურჩხულთა უმრავლესობისთვის, ვერცხლი სასიკვდილო იარაღი იყო. მაშ, სტრიგა სხვა ურჩხულებს ჰგავდა და ამის კვალობაზე იქნებ ჯადოს ახსნაც მოეხერხებინა. ვერცხლის ხმალს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებდა თავის გადასარჩენად. სტრიგა თავდას ხმას არ ჩქარობდა. კბილებდა კრეჭილი და დუჟმორეული, ნელა მიცოცავდა მისკენ. გერალტმა უკან დაიხია. ფრთხილი ნაბიჯებით მოხაზა ნახევარწრე. ფეხს ხან აუჩქარებდა, ხან შეანელებდა, რომ სტრიგასთვის თავგზა აებნია და ნახტომისთვის მომზადების საშუალება არ მიეცა. თან ნელა შლიდა გრძელ, წვრილ, მაგარ ჯაჭვს, რომელსაც ცალბოლოზე ტვირთი ეკიდა. ეს ჯაჭვიც ვერცხლისა იყო. სტრიგა შეიკუმშა და კამარა შეკრა თუ არა. ჯაჭვმაც გაიშხუილა, გველივით დაიკლაკნა და ურჩხულს მხრებსა და თავკისერზე შემოეხვია. სტრიგა გულის წამღები კივილით დაენარცხა ძირს. იკლაკნებოდა და მრისხანებისა თუ საძულველი ლითონის მიერ მიყენებული გაუსაძლისი ტკივილისგან საზარლად ყმუოდა. გერალტი კმაყოფილი ჩანდა თუ მოინდომებდა სტრიგას იოლად გამოასალმებდა სიცოცხლეს, მაგრამ ხმლის ამოღებას არ ჩქარობდა. ურჩხულის ქცევა იმაზე მეტყოლებდა, რომ ეს შემთხვევა უიმედო არ იყო. გერალტმა უდნავ უკან დაიხია, უყურებდა სტრიგას კლაკვნას, ღრმად სუნთქავდა და ძალღონეს იკრებდა. ჯაჭვი გაწყდა და ვერცხლის რგოლები ჟღარუნით მიმოიფანტა ქვის იატაკზე. ბრაზისგან დაბრმავებული სტრიგა ღმუილით გადავიდა შეტევაზე. გერალტი მშვიდად იდგა და მარჯვენა ხელით ჰაერში აარდის ნიშანს ხაზავდა. სტრიგა თითქოს ურო ჩასხესო რამდენიმე ნაბიჯზე გაფრინდა უკან, მაგრამ არ წაქცეულა. ბრჭყალები შემართა, კბილები დაკრიჭა. ყალყზე დამდგარი თმა ისი აუფრიალდა, თითქოს ძლიერი ქარი საწინააღმდეგოდ მიდისო. ნელა მიდიოდა გაჭირვებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ქოშინით, მაგრამ მიდიოდა. გერალტი შეშფოთდა. რა თქმა უნდა, არ უფიქრია, რომ ასეთი უბრალო ნიშანი სულ მთლად დაადამბლავებდა სტრიგას. მაგრამ არც იმას ელოდა, რომ ურჩხული ასე სწრაფად მოითქვამდა სულს.
ნიშნის დიდხანს დაჭერა არ შეეძლო დამქანცველი იყო, სტრიგას კი სულ 10-ოდე ნაბიჯი აშორებდა მისგან. ნიშანი ერთბაშად მოხსნა და განზე გახტა. სტრიგა წინ წავარდა, წონასწორობა დაკარგა, ყირაზე გადავიდა, პირდაღებულ აკლდამაში ჩავარდა და კიბეზე დაგორდა. ქვემოდან მოისმა მისი შემზარავი ღრიალი. გერალტი დროის მოსაგებად გალერეისკენ მიმავალ კიბეზე ახტა. სანახევროდაც არაევლო, რომ ვამპირი აკლდამიდან ამოვარდა და უზარმაზარ შავ ობობასავით გაქანდა მისკენ. მხედვარი დაელო და სანამ კიბეზე აირბენდა, მოაჯირს გადაევლო და დაბლა ჩახტა. სტრიგა შემოტრიალდა, კიბეს მოსწყდა და საოცარი, თითქმის 10 მეტრიანი კამარა შეკრა. ამჯერად მხედვარის პირუეტებმა ვეღარ მოატყუა ბრჭყალებით ორჯერ წაეტანა რივიელის ტყავის ქურთუქს, მაგრამ ვერცხლის ქიცვებიანი ხელთათმანის ძლიერმა დარტყმამ გვერდზე მიაგდო. სტრიგა შეტორტმანდა. გერალტმა იგრძნო, რომ ბრაზი ერეოდა, შექანდა, უკან გადაიზნიქა და ურჩხულს ფეხი ისე ჩააზილა გვერდში, წააქცია. ისეთი ბრდღვინვა გაისმა, ჭერიდან ბათქაში ჩამოცვივდა. სტრიგა წამოხტა. აულაგმავი რისხვისა და კვლის წყურვილისგან ერთიანად აცახცახებდა. გერალტი არ ჩქარობდა. ხმალი იშიშვლა და ჰაერში კლაკნილი წირების ხაზვით შემოუარა ურჩხულს. თან ცდილობდა, ხმლის მოძრაობა ნაბიჯისთვის არ აეყოლებინა. სტრიგას უკან არ დაუხევია, ნელა უახლოვდებოდა და ხმლის მოელვარე პირს თვალს არ აშორებდა. გერალტი ერთბაშად შედგა, ხმალი თავს ზემოთ აღმართა და გაქვავდა. დაბნეული სტრიგაც შეჩერდა. მხედვარმა ხმლით ორმაგი ნახევარწრე მოხაზა ჰაერში და ერთი ნაბიჯი გადადგა ურჩხულისკენ. მერე კიდევ ერთი. მერე ხმალი თავს ზემოთ დაატრიალა და ისკუპა. სტრიგა მოიკუნტა და უკან დაიხია. გერალტი უფრო და უფრო უახლოვდებოდა. თვალები ავის მომასწავებლად უელავდა. კრიჭა შეკრულს, ხრინწიანი ღმუილი აღმოხდა. მისგან მომავალი სიძულვილის, ბრაზისა და ძალის ტალღებმა, ტვინსა და გულღვიძლს რომ უშჭალავდა, სტრიგას უკან დაახევინა. აქამდე უცნობმა განცდამ ტკივილი მოჰგვარა, დაიწივლა, პირი იბრუნა და წრწოლა ატანილმა, სასახლის მიწისქვეშეთის ბნელ დერეფნებს მისცა თავი. აცახცახებული გერალტი შუა დარბაზში შედგა. მარტო იყო. რამდენი დრო დამჭირდა, რომ უფსკრულის პირას გამართულ ამ ცეკვას, ამ შეშლილ, საზარელ როკვას ნაყოფი გამოეღო, რომ გონებით შევწყმოდი მეტოქეს. შემეღწია იმ შეკუმშული ჟინის სიღრმეში, სტრიგა რომ მოუცავს, იმ ბოროტი, ავადმყოფური, ჟინის წიაღში, ეს სიმახინჯე რომ შვა. მხედვარს გააჟრჟოლა, როცა გაახსენდა, როგორ თანთქა ბოროტების ეს მუხტი რომ, სარკესავით აერეკლა და უკანვე, ურჩხულისკენ გაეტყორცნა. აქამდე არასოდეს შეჯახებოდა ერთად თავმოყრილ ამდენ სიძულვილს და მომაკვდინებელ გახელებას. თვით ყველაზე საზარელ არსებებთან, ბასილისკოებთან ბრძოლის დროსაც კი. მით უკეთესი. გაიფიქრა და აკლდამის კარისკენ წავიდა, საიდანაც შავ გუბესავით იღვრებოდა წყდიადი. მით უკეთესი. სტრიგასაც მეტი მოხვდებოდა. ურჩხული ასე მალე ვერ მოიკრებდა ძალას, ეს კი მხედვარს დროს მოაგებინებდა. მეეჭვებოდა. კიდევ ერთხელ მოეხერხებინა იმავეს გაკეთება ელექსირები ძალას კარგავდა, გათენებამდე კი ჯერ შორი იყო. სანამ არ ინათებდა ვამპირი სარკოფაგში არ უნდა დაბრუნებულიყო, თორემ მთელი ძალის ხმევა წყალში ჩაეყრებოდა. კიბეს ჩაუყვა. აკლდამა სულ სამ სარკოფაგს იტევდა. პირველს, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იდგა, ქვის ფილა სანახევროდ გადახდილი ჰქონდა. გერალტმა უბიდან მესამე ქილა ამოაძრინა, სწრაფად გამოცალა და სარკოფაგში ჩაწვა. სარკოფაგი, როგორც ელოდა, ორისთვის იყო განკუთვნილი, დედისა და ქალიშვილისთვის. თავსახური მაშინღა მისწია, ეს იქალის. როცა ზემოდან სტრიგას ღრიალი შემოესმა. ადას მუმიფიცირებული ნეშტის გვერდით გულაღმა გაწვა და ფილაზე შიგნიდან ირგენის ნიშანი გამოსახა. ხმალი მკერდზე დაიდო, ფოსფორისფრად მანათობელი პაწაწინა ქვიშის საათი გვერდით მოიდგა და გულხელი დაიკრიფა. სტრიგას ღრიალი აღარ ესმოდა. საერთოდ აღარაფერი ესმოდა, რადგან ხარის თვალა და ქრისტეს ისხლა ნელ-ნელა იკრებდნენ ძალას. ეი, თავი მეშვიდე. გერალტმა თვალი რომ გაახილა, ქვიშის საათში ქვიშა ბოლომდე ჩაცლილიყო. ესე იგი, საჭიროზე მეტხანს ძინებია. მიაყურა და ჩამიჩუმი არ ისმოდა. გრძნობის ორგანოები ნორმალურად უმუშავებდა.
ცალი ხელით ხმალი აიღო, მეორე სარკოფაგის თავსახურს გადაუსვა და ჯადოსნური ფორმულა წარმოთქვა. მერე იოლად გასწია ფილა სულ რამდენიმე გოჯზე. სიჩუმე იდგა. ფილა უფრო მეტად გადასწია, ხმალმოღერებული წამოჯდა და სარკოფაგიდან თავი ამოყო. აკლდამაში ბნელოდა, მაგრამ მხედვარმა იცოდა, რომ გარეთ უკვე თენდებოდა. ცეცხლი გააჩინა. მომცრო ლამპარს მოუკიდა და მაღლა ასწია. აკლდამის კედლებზე უცნაური ჩრდილები აცეკვდა. არავინ იყო. გათოშილი და ხელფეხთა ბუჟებული, სარკოფაგიდან ამოფოფხდა და დაინახა კიდეც გულაღმა იწვა იქვე, უგონოდ, დედიშობილა. ლამაზიაო, ვერ იტყოდით. გამხდარი იყო, ჭუჭყიანი. პატარა წვეტიანი ძუძუები ჰქონდა და წითური თმა თითქმის წელამდე სწვდებოდა. მხედვარმა ლამპარი ქვის ფილაზე დადგა და გოგონას გვერდით ჩაიმუხლა. მას ტუჩები გაფითრებოდა, ყრიმალზე სისხლი შეხმობოდა. გერალტმა ხელთათმანი გაიხადა, ხმალი გვერდზე გადადო და თითით უბოდიშოთ აუწია ზედა ტუჩი. კბილები ნორმალური ჰქონდა. დააპირა, აბურდულ თმაში შეყოფილ ხელზე წაევლო ხელი და სანამ მტევანს უპოვიდა, მისი გახელილი თვალები დაინახა. დააგვიანდა. გოგონამ ბრჭყალები კისერზე დაუსვა. მხედვარის სისხლი შადრევანივით შეეშხეფა სახეზე. დაიყმულა და მეორე ხელით თვალებში ეცა. მხედვარი ზემოდან დაეცა, ხელები მაჯებში სტაცა და იატაკს მიალურსმა. გოგონამ უკვე დამოკლებული კბილები ზედ სახესთან გაუკრაჭუნა. მხედვარმა შუბლის სახეში adzgera და კიდევ უფრო მაგრად დააკრა იატაკს. გოგონას უწინდელი ძალა აღარ ჰქონდა. მხედვარის ქვეშ მოქცეული, უღონოდ იკლაკნებოდა, ყმუოდა და სისხლს იფურთხებოდა მის სისხლს, ღვარად რომ ჩასდიოდა პირში. წუთის დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა. მხედვარმა შეიკურთხა და ყურის ძირში კბილებით ჩააფრინდა. მანამდე არ მოეშვა, სანამ არაადამიანური ყმუილი ჩუმსა საწარკვეთილ ყვირილში. მერე კი ქვითინში არ გადავიდა, ეს უკვე 14 წლის გოგონას ტირილი იყო. გოგონამ ფართხალი რომ შეწყვიტა, ხელი გაუშვა, მუხლებზე წამოიმართა, სახელოდან ტილოს ნაჭერი გამოიძრო და კისერზე მიიჭირა. ხმალი ხელის ცეცებით იპოვა, გრძნობა და კარგულს კისერზე მიაბჯინა და მის ხელთან დაიხარა. გოგონას ფრჩხილები ჭუჭყიანი, დამტვრეული და დასისხლიანებული ჰქონდა, მაგრამ სევვიციმი, იმდინა თიმიმი თიმისუსაცდეს ონა ნორმალური. სავსებით ნორმალური. მხედვარი ძლივძლივობით წამოდგა. აკლდამის კარიდან უკვე იღვრებოდა დილის რუხი, წებოვანი სინოტივე. კიბისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ წაბარბაცდა და მძიმედ დაეშვა იატაკზე. გაჟღენთილი ტილოდან სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა ხელზე და სახელოში ეღვრებოდა. ქურთუკი შეიხსნა, პერანგი დახია და კისერზე შემოიხვია ჩქარობდა, გრძნობდა, ცოტაც და გონებას დაკარგავდა. მოასწრო ერაგოსოს ჩარკო. მერე კი არარაობაში ჩაიძირა. ვიზიმაში ტბის გაღმა, დილის ნოტია სიგრილეში მამალი გაიფხორა და ხრინწიანი ხმით მესამედ იყილა. იაი, თავი მერვე. გონს მოსულმა, საყარაულოს თავზე მდებარე ოთახის შეთეთრებული კედლები და ჭერი დაინახა. თავი გაატოკა, ტკივილისგან დაიმანჭა და ამოიკვნესა. კისერი მჭიდროდ, საგულდაგულოდ, ოსტატურად გადაეხვიათ. წყნარად იწექი, ჯადოსანო, უთხრა ველერადმა. იწექი, არ გაინძრე. ჩემი ხმალი. ჰო, ჰო, მხედვარის ვერცხლის ხმალი. რა თქმა უნდა, ეგაა მთავარი. აქ არის, ნუ ღელავ. ხმალიც აქ არის, სკივრიც და 3000 ორენიც. კარგი, კარგი, ნურაფერს მეტყვი. მესულელი ბერიკაცი ვარ, შენ კი ბრძენი მხედვარი. 2 დღეა, ფოლტესტი განუწყვეტლივ ამას გაიძახის. 2, მაშ. მშვენივრად დაუმუშავები ხარ, რაც კისერში გაქვს ყველაფერი ჩანდა. სისხლიც ბლომად დაკარგე. საბედნიეროდ, მამალმა მესამედ იყილა თუ არა, მოვცვივდით. იმ ღამეს მთელ ვიზიმაში თვალი არავის მოუხუჭავს. რას მოხუჭავდნენ მხეცებივი დღრიალებდით. ლაქლაქით ხომ არ დაგხალე. მე თირის ესალთა მოფის ასული. ერთი ჩვეულებრივი მეფის ასულია. გაკნაჭული, ცოტა გონება სუსტი. გაუჩერებლად ტირის და ლოგინში იფსამს. მაგრამ ფოლტესტი ამბობს შეიცვლებაო. იმედი მაქვს უარესობისკენ არა. შენ რა სიტყვი გერალტ? მხედვარმა თვალები დახუჭა. კარგი, კარგი, მივდივარ. ველერადი წამოდგა. დაისვენე.
გერალტ, სანამ წავალ, მითხარი, ყელის გამოღადვრას რატომ უპირებდი? გერალტ, მხედვარს ეძინა, გონების ხმა. წიგნი მეორე, თავი პირველი გერალტ. ძილს ძლივს წაართვა თავი და გაჭირვებით ასწია. მზე უკვე შუბის ტარზე იდგა, ოქროსფერ სხივებს დარაბებში აპარებდა და საცეცებივით ავლებდა ოთახს. მხედვარმა თვალები ინსტინქტურად მოიჩრდილა, ვერაფრით მოიცილა ეს უსარგებლო ჩვევა. მისთვის ხომ გუგების დავიწროებაც საკმარისი იყო. უკვე გვიანია. თქვა ნენეკემ და დარაბები გააღო. დიდხანს გეძინა. იოლა, ახლა აქედან გაქრი. გოგონა მყისვე წამოშდა საწოლში და იატაკზე დაგდებული მანტიის ასაღებად დაიხარა. მხარზე, იქ სადაც ორიოდე წამის წინ მისი ტუჩები ეხებოდა, გერალტმა ნერწყვის სიგრილე იგრძნო. მოიცადე? Trust us to dance, mind, moment, hate. Irides planters. Mind, irides planters. თქვა ყოყმანით. გოგონამ კაცს შეხედა და მაშინვე მიტრიალდა. სრულიად შეცვლილიყო. ინწყლის ნიმფასგან, აისის იმ გასხივოსნებული, გვირილი სურნელიანი ზმანებისგან აღარაფერი დარჩენილიყო. თვალები ცისფერი ჰქონდა და არა შავი. ცხვირზე, კისერსა და მხრებზე ჭორფლი ეყარა. მის კანის ფერს და მოწითალო თმას შვენოდა, მაგრამ გარიჟრაჟზე, როცა გოგონა ზმანებას გავდა, ისინი არ შეუმჩნევია. შერცხვა, როცა მიხვდა, რომ მასზე ბრაზობდა. სწყინდა, რომ ზმანებად არ დარჩა და ამ წყენას საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდა. მოიცადე? მინთულ, მულ, მინთულ. გაიმეორა მან. მინდა რომ იოლა. ნიენდეანთოვ. უთხრა ნენეკემ. მაინც არ გიპასუხებს. წადი აქედან. იოლა. მანტიაში გახვეული გოგონა კარისკენ წატყაპუნდა. დარცხვენილი, აწითლებული, დაბნეული, ოდნავაც აღარ ჰგავდა. ой, იენიფერს. ნენეკე. თქვა მხედვარმა და ხელი პერანგისკენ წაიღო. იმედია, არ გაუწყრები, არ დასჯი. სულელო. ჩაიფრუტუნა ქალმა. დაგავიწყდა, სათხარ. ეს არც უხუცესთა საბჭოა და არც დედათა მონასტერი, ეს მელიტელეს ტაძარია. ჩვენი ქალღმერთი ღვთისმსახურებს არაფერს უკრძალავს. თითქმის არაფერს. სამაგიეროდ, შენ მიკრძალავ მასთან საუბარს. არ გიკრძალავ, მაგრამ აზრი არ აქვს. იოლა არ ლაპარაკობს. რა? არ ლაპარაკობს. ფიცი აქვს დადებული? ეს მისი მხრივ მსხვერპლია. Inchestekirens, nebli, ci dirtises tus fastas, inchestekirens. Vapioavli. Swariker juris metis muth ulisses justus is only tetstekir. Inchestekirens. Inches muthus setus inches e inchestekirens. Inchestekirens. Nurtsetstebi. ვიცი რა აზრისაც ხარ რელიგიაზე. არა, ჯერ ნუ ჩაიცვამ. ჯერ კისერი უნდა გაგისინჯო. საწოლზე ჩამოუჯდა და კისერზე მჭიდროდ შემოხვეული სახვევები მარჯვედ შეხსნა. ხედვარი ტკივილისგან დაიმანჭა. ნენეკემ ელანდერში ჩამოსვლისთანავე მოხსნა, ვიზიმაში მეწაღის კანაფით დადებული მტკივნეული ნაკერები. ჭრილობა გაუხსნა და თავიდან შეუხვია. შედეგი აშკარა იყო. ტაძარში თითქმის განკურნებული მივიდა, მოძრაობა ოდნავღა უჭირდა. ახლა კი თავს ისევ შეუძლოდ გრძნობდა და ჭრილობაც ტკიოდა, მაგრამ ითმენდა. მრავალი წელი იყო, იცნობდა ქურუმს, იცოდა რომ უამრავი წამალი ჰქონდა და ექიმობაც შეეძლო. მელიტელეს ტაძარში მკურნალობა მართლაც არ აწყენდა. ნენეკემ ჭრილობა ხელით მოუსინჯა, ჩამობანა და აბუზღუნდა. გერალტმა ეს რუტინა თითქმის უკვე ზეპირად იცოდა, ვიზიმელი მეფის ასულის ნაფრჭყალების ყოველ დანახვაზე ნენეკე ბუზღუნს იწყებდა. საშინელებაა? ასე როგორ გამოაღადვრინე ყელი ერთ ჩვეულებრივ სტრიგას. კუნთები, მყესები. მარტოსაძილე არტერიისთვის აუცილებია. დიდო მელიტელე. გერალტ, რა მოგივიდა? ასე ახლოს როგორ მოუშვი? რას უპირებდი? გაჟიმვას. გერალტს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ შეუმჩნევლად გაიღიმა. სულელივით ნუ იჯღანები. ქურუმი ადგა და კომოდის უჯრიდან ტანსაცმლის ფუთა ამოიღო. წონისა და აღნაგობის მიუხედავად,
ლაღი და მოხდენილი მიმოხრა ჰქონდა. რას ხედავს სასაცილოს? გერალტ, რეფლექსები გიჩლუნგდება. აჭარბებ. არაფერსაც არ ვაჭარბებ. ნენეკემ ჭრილობაზე მომწვანო ფაფა წაუსვა. ფაფას ევკალიპტის მძაფრი სუნი უდიოდა. არ უნდა დაგეჩეხვინებინა თავი, მაგრამ დააჩეხვინე თანაც ძალიან მძიმედ. ლამის სასიკვდილოდ. მოშუშების საოცარი უნარი გაქვს, მაგრამ კისერი ჩვეულებრივად რომ ამოძრაო, რამდენიმე თვე დაგჭირდება. გაფრთხილებ. ამ ხნის განმავლობაში მარჯვე მეტოქეს ერიდე. გმადლობ გაფრთხილებისთვის. ეგებ ისიც მირჩიო, მანამდე როგორ ვიცხოვრო. გოგონები ვიშოვო, მერე ურემი ვიყიდო და მოძრავი საროსკიპო გავხსნა. ნენეკე მხრები აიჩიჩა და კისერი მარჯვედ გადაუხვია. მე უნდა გირჩიო და გასწავლო, როგორ იცხოვრო. დედა შენი ხომ არ გონი ვარ. მორჩა, გათავდა. ახლა შეგიძლია ჩაიცვა. საუზმე სატრაპეზოში გელოდება. იჩქარე, თორემ მერე შენ თვითონ მოგიწევს საუზმის კეთება. შენი გულისთვის გოგოებს შუა დღემდე სამზარეულოში ვერ ვაყურყუტებ. მერე სად გნახო, ტაძარში? არა. ნენეკე წამოდგა. ჩვენთან მიღებული და სასურველი სტუმარი ხარ, მაგრამ ტაძარი შენი საქმე არ არის. ხედვარო. წადი, გაისეირნე და მე თავად მოგძებნი. კარგი. ველენდ. თავი მეორე გერალტი. უკვე მეოთხედ მიუყვებოდა ალვის ხეივანს. ხეივანი მთავარი ჭიშკრიდან ტაძრისა და სამლოცველოს მახლობლად მდებარე საცხოვრებელი სახლებისკენ მიდიოდა. სამლოცველო კლდეს ეკროდა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა. თავშესაფარში არ წასულიყო, ბაღისა და შემოგარენში მდგომი შენობებისკენ აიღო გეზი. ნაცრისფერ სამუშაო ტანისამოსში გამოწყობილი ქურუმი ქალები ჯგუფ-ჯგუფად საქმიანობდნენ, კვლებს მარგლავდნენ და ფრინველს საკენგს უყრიდნენ. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ან სულ ნორჩი თითქმის ბავშვი იყო. ზოგი თავის დაკვრით ესალმებოდა, ზოგიც უღიმოდა. სალამზე სალმითვე პასუხობდა, მაგრამ ვერავის ცნობდა. ტაძარში ხშირად დადიოდა, წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ ორჯერაც კი, მაგრამ 3-4 ცნობ სახეზე მეტი არასოდეს დაუნახავს. გოგონები მოდიოდნენ და მიდიოდნენ სხვა ტაძრების ორაკულები, ბებია-ქალები და მკურნალები ხდებოდნენ, უმეტესად ბავშვებს და ქალებს მოხეტიალე დრუიდებს, მასწავლებლებსა და გუვერნანტებს სწამლობდნენ. მაგრამ ქურუმების სიმცირე აქ არასოდეს შუმჩნევია. ისინი ყოველი მხრიდან თვით ყველაზე მიყრუებული კუთხეებიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ელანდერის მელიტელეს ტაძარი საქვეყნოდ იყო ცნობილი და დამსახურებული სახელითაც სარგებლობდა. მელიტელეს კულტი ერთ-ერთი უძველესი და უხსოვარი დროიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კულტი გახლდათ. პრაქტიკულად ყველა ადამიანის წინარე მოდგმა და უძველესი მომთაბარე ტომი ეთაყვანებოდა ნაყოფიერებისა და მოსავლის ამა თუ იმ ქალღმერთს, გლეხებისა და მიწის მუშების, სიყვარულისა და ქორწინების მფარველს. მოგვიანებით ამ რელიგიათა უმრავლესობა მელიტელეს კულტის ირგვლივ გაერთიანდა. დრო უმოწყალოდ გაუსწორდა სხვა რელიგიებსა და კულტებს, პატარა, მიყრუებულ განმარტოებულ საყდრებსა და ქალაქურ ნაგებობ შორის მიმალულ სამლოცველოებში გამოკეტა, მელიტელე კი დაინდო. მას არც მიმდევრები აკლდა და არც შემომწირველები. ამ ფენომენის მკვლევრები დიდი დედის, დედაბუნების ბუნების ციკლის, სიცოცხლის ხელახალი დაბადების და სხვა მაღალფარდოვანი სახელების მქონე ფენომენებით ცდილობდნენ მელიტელეს პოპულარობის ახსნას. გერალტის მეგობარი, თითქმის ყველა დარგში თანაბრად განსწავლული ტრუბადური ბაბუაწვერა კი ამ ამბავს უფრო მარტივად ხსნიდა. ის ამტკიცებდა, რომ მელიტელეს კულტი ტიპური ქალური კულტი იყო. მელიტელე ნაყოფიერებისა და მშობიარობის მფარველი გახლდათ, ბებია-ქალების მეურვე. მშობიარობისას ქალმა უნდა იყივლოს და გარდა ფიცისა, რომ აღარასოდეს დანებდება არც ერთ აკოთებულ მამაკაცს, ვინმე უზენაეს არსებასაც უხმოს საშველად. მელიტელე ამ მხრივ შესანიშნავი კანდიდატი გახლდათ. პოეტი ამტკიცებდა, რომ რადგან ქალები ბავშვებს კვლავაც აჩენენ და მუდამ გააჩენენ, ქალღმერთ მელიტელეს პოპულარობა არასოდეს მოაკლდება. გერალტ. ნენეკე, შენ გეძებდი. მე? ქურმა დამცინავად შეხედა. მე და არა იოლას. იოლასაც. რა იყო, არ მოგწონს? ამჟამად არა. არ მინდა, ხელი შეუშალო და ყურადღება გაუფანტო. ის აქ უნდა მოემზადოს და ილოცოს, თუ გვინდა რომ მისი ტრანსიდან რამე გამოვიდეს. უკვე გითხარი. არავითარი ტრანსი არ მჭირდება. არა მგონია, მიჩველოს.
Other. მე კი. ნენეკემ შუბლი შეიჭმოხნა. არა მგონია. გავნოს. მე ჰიპნოზს ვერ გამიკეთებთ, იმუნიტეტი მაქვს. იოლას გამო ვღელავ. მედიუმისგან ეს მეტისმეტად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იოლა არც მედიუმია და არც გონებაჩლუნგი მკითხავი. ამ ბავშვს უბრალოდ ქალღმერთის წყალობს. თუ შეიძლება, ასეთ სულელურ სახეს ნუიღებ. ხომ გითხარი, ვიცი რა წარმოდგენაც გაქვს რელიგიაზე. შენი დამოკიდებულება არც არასოდეს მაღელვებდა და არც არასოდეს ამაღელვებს. მე ფანატიკოსი არ ვარ. რა თქმა უნდა, უფლება გაქვს გჯეროდეს, რომ ჩვენ ბუნება და მასში დაფარული ძალა გვმართავენ, რომ ყველა ღმერთი ჩემი მერიტელეს ჩათვლით. მხოლოდ ამ ძალის განსხეულებაა, რომლებიც უბრალო, გულუბრყვილო ადამიანებისთვის გამოიგონეს, რათა უკეთ გაიგონ და დაიჯერონ მათი არსებობა. შენ რომ მკითხოს კაცმა, ეს ძალა ბრმაა, მე კი, გერალტ. რწმენა საშუალებას მაძლევს მჯეროდეს იმისა, რასაც ჩემი ქალღმერთი განასახიერებს, წესრიგისა, კანონისა, სიკეთისა და იმედისა. ვიცი. თუ იცი, მაშ ტრანსისა რატომ არ გჯერა? თავს რატომ იკავებ? რისი გეშინია? გგონია მოგთხოვ ქანდაკებას ქედი მოუხარო და საგალობლები უმღერო? გერალტ, ჩვენ მე, შენ და იოლა ერთად დავსხდებით და ვნახავთ. შეძლებს თუ არა გოგონა რამის დანახვას ენერგიის იმ გრიგალში, რომელიც გარს გახვევია. ეგებ ისეთი რამ აღმოვაჩინოთ, რისი ცოდნაც გამოგვადგება. ეგებ ვერაფერიც ვერ დავინახოთ. ეგებ შენმა გარემომცველმა ძალამ და ბედისწერამ არც კი მოისურვონ, რომ დაგვენახონ. ეგებ არჩიონ, ჩვენგან დაფარულნი და მიუწვდომელნი დარჩნენ. არ ვიცი. მაგრამ ცდას წინ რა უდგას? აზრი არ აქვს. არავითარი ბედისწერის გრიგალი არ მარტყია გარს. და რომ ძმერტყას რატომ უნდა ვაფათურო ხელი? გერალტ, შენ ავად ხარ. დაჭრილიო, იგულისხმე, არა? ვიცი რაც ვიგულისხმე. რაღაც გჭირს. ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს. ბავშვობიდან გიცნობ. პირველად რომ გნახე, წელამდე მწდებოდი. ახლა კი ვხედავ, რომ რაღაც წყეულ მორევში ბზრიალებ, მარყუში ხარ მოქცეული და ეს მარყუჟი ყოველწუთს უფრო და უფრო მეტად გიჭერს. მინდა ვიცოდე რა ხდება. მაგრამ ამას მარტო ვერ მოვახერხებ, იოლას ნიჭის იმედი მაქვს. მეტისმეტად ღრმად ხომ არ მოინდომე შეჭრა. რად გვინდა ეს მეტაფიზიკა? თუ გინდა რაღაცებს გიამბობ. საღამოობით დავსხდეთ და ვისაუბროთ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარ გასაოცარ ამბებს მოგიყვები. შენ ერთი კასრი ლუდი მოიმარაგე, რომ ყელი არ გამიშრეს და ამ საღამოსვე დავიწყოთ. მაგრამ ალბათ მალე მოგბეზრდება, რადგან იმ ამბებში ვერც გრიგალებს დაინახავ და ვერც მარყუჟებსა და ყულფებს. მხედვარის ჩვეულებრივი თავგადასავლებია. სიამოვნებით მოგისმენ. მაგრამ ტრანსი ნამდვილად არ გაწყენს. ხომ არ გიჩვენება, რომ უაზრობაა ეგ შენი ტრანსი, თუნდაც იმიტომ, რომ ტრანსის არ მჯერა. ხიმილით იკითხა მხედვარმა. არა, დაიცი, რატომ? არა. ნენეკე გადაიხარა და თვალებში ჩახედა. ფერმკრთალ ტუჩებზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა. იმიტომ, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ყოველ შემთხვევაში, რაც კი გამიგონია, რომელიც დაამტკიცებს, რომ რწმენის არ ქონა არაფერს ნიშნავს.